გაყო თუ არა ივანიშვილმა თავი გეოპოლიტიკურ ყულფში. შეუძლებელი ადამიანია, ცოტა სულჭკუაზე იყო და ერთდროულად ანათებდა თბილისში ანძას ირანის ფერებში ამ მომენტში. სასეირნოდ ამერიკა F-22-ს არ გადაისვრის არასოდეს. ვეიბერთელა არმადას მოუყარეს თავი. რისკი არის იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ აქვს ინტერესი. გამოვალი სავაჭრო გზები, რისთვის გინდა რომ ევროპას დაუკავშირდეთ? საქართველო მანამდე იყო მთავარი პარტნიორი ამ რეგიონში და უკვე ჩაგვანაცვლეს სხვებმა და ძალიან მარტივად შეიძლება ეგ მოხდეს. არა, მარტივად არ გეთახმები იმაში, რომ მარტივად შეიძლება. აბა მითხარი რატო არ მეთახმები? ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამერიკასაც, ევროკავშირსაც და ყველა ძლიერ მოთამაშეს მსოფლიოში თავს ესხმის. ეს რაც ხდება და deep state-ის აგენტობას რომ აბრალებენ ხან ამერიკის პრეზიდენტს და ხან ვიცე-პრეზიდენტს და ბიჭო, ამათი დედის გინება რომელ სიფრთხილეში ჯდება და რომელ ლოგიკაში? ტექნიკის საკითხია, როგორ და ვინ მიაწოდებს ამას ტრამპს. ამერიკაშიც გადასარევად იციან ამათ რაც გააკეთე. შეიძლება უშუალოდ ტრამპს არ ანახეს თბილისის ძალზის სურათი. რა თამაში შედის ივანიშვილი და რა ყულფში უყრის თავს. პერსონალურად ივანიშვილში სად დაინახეს აღიაზრი? აი რა მომენტში. ხებს რო დაათრევდა მაშინ დაინახეს აღიაზრი. მან აცადე. თქვათ რომ ეს კაცი არის გიჟი. ანუ პარანოია აქვს. ხოლმე ამ სცენარში ლაგდება ყველაფერი, გაიგე? და მაშინ სხვა სცენარის რაღაცო ეცებ. პირველად ეს რომ ნახე საკუთარ თვალებს და ყურებს არ დაუჯერე. მაშინ უნდა უთხრა, იცი რა, ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ აუ მოგესალმებით, ეს არის პლატფორმა მისმინე, თქვენ უყურებთ გადაცემას აქცენტებს, მე ეკა კვესიტაძე ვარ, სანამ ჩვენს გადაცემას დავიწყებთ, მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გადააზიაროთ ჩვენი პოდკასტები და ლაიქოთ, კომენტარებში იაქტიუროთ ძალიან, რადგან ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ალგორითმა გაავრცელოს ჩვენი პოდკასტები და ამით ძალიან დაგვეხმარებით. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, გაყო თუ არა ივანიშვილმა თავი გეოპოლიტიკურ ყულფში. დღეს ამაზე ვილაპარაკებთ, დაწრულებით, გავაანალიზებთ ყველაფერს, რაც ამ ამბავს ხსნის და ამისათვის უნდა დავიწყოთ ცოტა შორიდან. ეს არის თემა დაიწყება თუ არა ამერიკასა და ირანს შორის დიდი და ხანგრძლივი ომი. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამერიკა ასე ახლოს არასოდეს არ ყოფილა ირანთან ომთან. და ამაზე მიუთითებს ის სამხედრო მობილიზაცია, რომელიც ამერიკას ყავს რეგიონში და ასეთი მობილიზება არ ყოფილა ერაყის ომის შემდეგ. მოკლედ, ამ კონტექსტით ვიწყებთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ლოლაძე, ზურა ფარჯიანი და ლევან ყურაშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოკლედ, ვიცით, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენი ანძა, რომ აიათოლას ირანის რესპუბლიკის ფერებში აითო და ეს ძალიან ბევრმა ახსნა, რომ იყო სიგნალი ამერიკელებისთვის, იმიტომ რომ მანამდე აქედან დარსალია და კიდევ სავარაუდოდ სუსის წარმომადგენლებით შესაძლოა თვითონ თქვათ უფროსი იყო ჩასული ამერიკაში სწორედ ირანზე სასაუბროდ და პასუხი იყო ის ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, რომ ანძა გაანათეს ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებად და დარსალია გამოვიდა მიღებაზე, რომელიც ხოთი შორის ეძღვნებოდა ქართველების ირანში ჩასვლის 410 წლის თავს, ანუ კარგად კიდევ რომ გავიაზროთ რა ხდება 1616 წლიდან ხდება ათლა 410 წლის ეს მაშინ როდესაც შაჰ-აბასი შემოესია საქართველოს აოხრა და ის ადამიანები ვინც გადარჩნენ აყარა თავისი მიწიდან და გადაასახლა ფერეიდანში და ამას ზეიმობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო და ეს იზეიმა მათთან ერთად ივანიშვილის რეჟიმა და დარსალია გამოვიდა
სიტყვით ამ შეხვედრაზე, ამ მიღებაზე, სადაც თქვა, რომ ირანმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ რეგიონში სტაბილურობა იქნას მიღწეული და ითანამშრომლონ ნაყოფიერად ამ მიმართულებით. მოკლედ, ხო ეს ყველაფერი უნდა ჩავსვათ, ამ ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ დეტალურად, თუმცა მანამდე დავიწყოთ რა ხდება ირანსა და ამერიკას შორის. გიორგი, შეინდან დავიწყებ. ანუ ყველა საუბრობს იმაზე, რომ მართლაც არასოდეს არ ყოფილა ომი ასე ახლოს. რატო? მოგესალმებით. დავიწყებ იმით, რომ რა თქმა უნდა ტრამპის ადმინისტრაცია შურებდა, რომ ის მიზნები, რაც ირანის მიმართ გააჩნია, ომის გარეშე მიიღწია და ჩამოთვლი რა თემებზე მიდიოდა მოლაპარაკებები მხარეებს შორის. ეს არის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა და ურანის გამდიდრების შეწყვეტა ირანის მიერ, თუმცა ზოგჯერ ვრცელდება ცნობა, რომ მინიმალურ დონეზე ურანის გამდიდრების უფლებას უტოვებენ ირანს, მაგრამ რაც სამოქალაქო საჭიროებებზე მეტადაა გამდიდრებული, სთხოვენ იმის გატანას მესამე ქვეყანაში. შეწყვეტა მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფებების მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, რომელიც არის ქსელი, რომელიც ირანს ემსახურება, თუმცა ეს ქსელი ძალიან დასუსტდა ბოლო 3 წლის განმავლობაში და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეწყვეტა, იმიტომ რომ ეს არის პროგრამა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელ ომში ამ პროგრამამ დიდი ზიანი მიიღო, თვეში დაახლოებით 100 ბალისტიკურ რაკეტას აწარმოებს ირანი და ჩვენ ვნახეთ ისრაელთან ომისას, რომ ყველა მათგანის ჩამოგდება შეუძლებელია და მათ დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ ისრაელისთვისაც და მათ ჯერ ეს არ გამოუყენებიათ ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ აქტიურად, თუ არ ჩავთვლით სიმბოლურ დატყვევას კატარში, თუმცა ეს ფუნქციური და ზუსტი არ არის ძალიან ეს ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ. ეს იყო სამი მთავარი თემა. ირანი თავიდანვე ამბობდა, რომ ჩვენ მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე ვილაპარაკებთ, სხვა საკითხები არც კი განიხილება. ამიტომ აქედან გამომდინარე ყველასთვის ცხადი იყო, რომ ეს მოლაპარაკებები, არ ვიცი, ალბათ დროის მოგება იყო მათ შორის ამერიკის ადმინისტრაციის მიერ, რადგან იმ მომენტში, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როდესაც ირანის შიგნით მასშტაბური აქციები მიმდინარეობდა, ამერიკას არ ჰყავდა საკმარისი ძალები მობილიზებული მთელი რეგიონის მასშტაბით, ძირითადი აქცენტი კარიბის ზღვაზე და ვენესუელაზე იყო და აი მთელი ეს პერიოდი ვხედავთ საავიაზიდო დაჯგუფებების ავიაციის გადმოსვლას ბრიტანეთიდან და ევროპის სხვა ნაწილებიდან 2003 წელს ერაყში ომის დაწყების მომენტისთვის რა დონის მობილიზებაც იყო დაახლოებით იგივე ვხედავთ, რაც ნიშნავს მასშტაბური ომისთვის მზადების ნიშნებს. არის ამდენიმე კითხვის ნიშანი ხო პირველ რიგში რა დონეზე იქნება ისრაელი ჩართული ამ ომში ხო სხვადასხვაგვარი ცნობები ვრცელდება მაგალითად ჩვენ გვახსოვს მაგალითად ერაყის წინააღმდეგ პირველი ომისას ისრაელი არ ჩაერთო რადგან ამერიკას სჭირდებოდა არაბული ქვეყნების კოალიცია და ისრაელის ჩართულობა ამ კოალიციის არსებობას ხელს შეუშლიდა ამიტომ ისრაელს მაშინ საკმაოდ ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა დღესაც დიდწილად ამ სცენარს განიხილავენ რადგან მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნების ჩართულობა რომლებიც პირდაპირ შეიძლება აღმოჩნდნენ სამიზნე ირანის თავდასხმის და ზოგიერთი ებრაული გამოცემა წერს რომ მხოლოდ დამხმარე ფუნქცია ექნება ისრაელს და მისი ავიაცია ისე აქტიური აღარ ექნება როგორც 12 დღიანი ომისას. ეხლა უნდა გავსაზღვროთ მიზნები რა არის ამ ოპერაციის, ხო? იმიტომ რომ მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ რაღაც მასშტაბის დარტყმები აუცილებლად განხორციელდება. პირველი ეს შეიძლება იყოს ნაკლებად მასშტაბური თავდასხმა რამდენიმე დღიანი, რომელიც მოახდენს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც დარჩენილია შარშანდელი ომის შემდეგ, იმის სრულ პარალიზებას, ახალი დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე, ბალისტიკური რაკეტების გამშვებდანადგარებსა და საწარმოებზე და სიმბოლური დარტყმები გუშაქთა კორპუსის და ბასიჯების შტაბ-ბინებზე, რაც ამ რეპრესიულ აპარატს შეიძლება ასე ციხეებზე და ეს რეპრესიული აპარატის დარტყმა და პარალიზება და მე ირანისთვის შეთავაზება რომ ჩვენ აქ გავჩერდებით, მაგრამ თქვენ წამოდით ახლა მოლაპარაკებებზე, რაზეც ერთი თვის წინ არ დავთანხმდით მოლაპარაკებებისას, იმ პირობებზე დღეს მაინც დავთანხმდით. მაგრამ აქ ახლა არის უკვე კითხვები, ხო? ასეთ პირობებში რა არის ირანის პასუხი? ჩვენ რთულია განვასხვაოთ ირანი, რასაც ამბობენ მისი ოფიციალური პირები საჯაროდ, ამაზე არიან თუ არა წამსვლელები, ხო? იმიტომ რომ ისინი იმუქრებიან ბალისტიკური დარტყმებით ყველა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ისრაელზე აქტიური თავდასხმებით, ყურის ქვეყნების ნავთობის საბადოებზე დარტყმებით და ასთავარი ორმუზის სუტის ჩაკეტვით, რომლიდანაც გამოდის 40% მთელი მსოფლიო ნავთობის. Ну, რაღაცების ძალა აქვს. ჩვენ იმის ღრმად ინფილტრირებული. ჩვენ იმ ზიანის მოტანა მას შეუძლია, მათ შორის ყველაზე დიდი საფრთხე რაც ამერიკისთვის ორი არის. ერთი არის რომ ეს მსოფლიო ნავთობის ბაზარი თუ შეირყა და მიწოდება შეფეხდა, ან ერთი ტანკერის კი თუ ჩაიზირა, ეს ნავთობის ფასების ძალიან სერიოზულად გაძვირებას და არასტაბილურობას გამოიწვევს და მეორე რისკი არის რომ
დონალდ ტრამპის მიზანი არის რა, რომ ის მისი პლატფორმა ხო ის იყო ეს მუდმივი ომები არის, კატასტროფა ბუშმა შარში გავხია ერაყსა და ავღანეთში და ყველაზე მეტად უფრთხის იმას, რომ არ აღმოჩნდეს გაჭედილი შემთხვევით ეგეთ ომში. და მეორე თუ შევხედავთ ვენესუელასაც და 12 დღიან ომშიც ამ ომებს გამოაჩნდა ის, რომ ერთი ამერიკელი სამხედროც არ დაღუპულა. თუ გაჩნდება პრეცედენტი, რომ ამ ბაზების დაბომბვისას კატარში, ერაყში, სირიაში და სხვაგან სადაც ამერიკელები არიან, ამერიკელი სამხედროები დაიღუპება, მე ალბათ საზოგადოებრივი აზრი მისი სასარგებლო ისედაც არ არის თუ შევხედავთ კვლევებს და კიდევ უფრო შეჭრილდება, ამიტომ ეს რისკები არის ის, რაც მე მაფიქრებინებს, რომ ამ თავდასხმის მასშტაბი შესაძლოა იმდენად დიდი არ იყოს, რა მობილიზებასაც ჩვენ ვხედავთ და რისი რესურსიც ამერიკას აქვს. თუმცა ეს პროგნოზი ხა ძალიან ადრეა და კაცმარეთის რეალურად არ მოხდება. ხოლო მიზნები, რაც შეეხება არის ეს სამხედრო და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული და მე ვიცი ხა რეჟიმის შესვლაზე მკითხავ და რეჟიმის შეცვლა არ იქნება პირველადი მიზანი მე მგონია. მაგრამ აი ამ მიზნების მიღწევის შემდეგ ისე შეიძლება დასუსტდეს რეჟიმი, რომ ამან შეიძლება მიგვიყვანოს მის შიგნით რაღაც გახლეჩილობამდე. მე არ მგონია რომ ეს მოხდება, მაგრამ გათვლა შეიძლება ეს იყოს, რომ იქ გამოჩნდეს ვინმე, ვინც აი მოიქცევა როგორც დელსი როდრიგესი, ან ეხლა გავიგეთო კუბაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება რაულ კასტროს შვილიშვილთან, ხო? ხო, კუბაში სასაშინელი ნავთობის კრიზისია, ქვეყანა ნაგავს მიაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის ბენზინი, რომ მანქანები გადაადგილდნენ. მაგრამ მე მგონია რომ ეს სხვა რეჟიმია. აქ არავინ არ გამოჩნდება, მე მგონია და პასუხსაც კასრსველი ირანისგან, იმიტომ რომ ის აქციები და ის წნეხი და ის ლეგიტიმაციის დეფიციტი რაც მათ აქვს დათმობების სიუცეს მათთვის არ ატოვებს, იმიტომ რომ ეს მათთვის არის სისუსტის გამოვლინება მოსახლეობის შიგნით. ჩვენ ნახეთ როგორ მოუწოდა ტრამპმა აი ყველაზე დიდი აქციების პიკი რო იყო მაშინ ირანელებს რომ გამოდით გარეთ ამერიკული არმადა გზაშია ყველანაირად დაგეხმარებათ იყო იმის მოლოდინი რომ ჩაერეოდა ამერიკა და დაეხმარებოდა პროტესტანტებს ამ რეჟიმის მოშორებაში თუმცა მერე უცებ თითქოს ყველაფერი დაალაგა ანუ რიტორიკულად თქვა რომ ეხა ადამიანებს აღარ დაждის სიკვდილით და ასე შემდეგ. მაშინ გაჩნდა შეფასებები და ანალიზი თუ რატომ არ მოხდა ამერიკის ჩარევა. ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ ყურის ქვეყნებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკას, იმიტომ რომ ჩათვალეს რომ ისინი იქნებოდნენ სამიზნე. ანუ ეხლა რა შეიძლება შეიცვალოს? რაც შეეხება ამერიკის და კონკრეტულად ტრამპის გადაწყვეტილებას, როცა საპროტესტო აქციები იყო, მაშინ რატო არ დაეხმარა? ჩემი აზრით ამაზე მარტივი პასუხია, იმიტომ რომ ამერიკა არ იყო მზად იმ მომენტში იმისთვის რომ სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებინა ირანის წინააღმდეგ, მას არ ყავდა შესაბამისი ძალები გადასროლილი რეგიონში და ეს არ არის ერთდღიანი და ორდღიანი ამბავი და მით უმეტეს რამდენიმე საათიანი. ხედავთ ხო, კვირების განმავლობაში გრძელდება სამხედრო ძალების გადასროლა რეგიონში და ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. მით უმეტეს მაშინ ამერიკა გადართული იყო ვენესუელაზე და მადუროს რეჟიმის მოშორებაზე და მას არ ჰქონდა შესაბამისი ძალები რეგიონში, რაც გარანტიას მისცემდა მას, რომ ირანის რეჟიმის მოშორება მოხდებოდა. შესაბამისად ეს რაღაც შუალედური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ რაღაც რა გამოჩენილი იყო ისე რომ რაღაც ვინმე უკან დაიხია. ირანის რეჟიმაც თითქოს რაღაც ცოტა დათმო რომ რაღაც ხალხს არ ჩამოვახჭობთ, ამიტომ ამერიკამაც იმ მომენტში თქვა რომ მოდი დავილაპარაკოთ კონკრეტულად დონალდ ტრამპმა, რომ დავილაპარაკოთ, შევთანხმდეთ, ამერიკას აქვს კონკრეტული მოთხოვნები, რაზეც გიორგიმ უკვე ილაპარაკა და რო არ გავემეორო, ამ მოთხოვნებზე დათანხმება იქნებოდა კარგი ვარიანტი, მათ შორის დონალდ ტრამპისთვის უბრალოდ გიორგის მეც ვეთანხმები მაშინ რომ ამაზე ირანის რეჟიმი უბრალოდ არ წავა. იმიტომ რომ ბევრად დიდი რაღაცების დათმობას ითხოვს, ვიდრე ირანის რეჟიმი მზად არის რომ დათმოს. ახლა სიტუაცია განსხვავებულია იმით, რომ თქვენ საუბრობთ ხო 2003 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ძალთა ბალანსი არის ამერიკას ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი ყავს გადასროლილი რეგიონში. 100-ზე მეტი მარტო საჰაერო ტანკერია, რომელიც თვითმფრინავების საწვავის გამართვისთვის არის საჭირო. 500-ზე მეტი თვითმფრინავია, როცა ამერიკა F-22-ებს გადაისვრის სადღაც, სასეირნოდ ამერიკა F-22-ებს არ გადაისვრის არასოდეს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ რეგიონში ეს რაღაცა გადაიზარდოს აქტიურ საომარ ფაზაში, ამისი
ძალიან მაღალია და თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა, გარდაუვალია, რომ ეს დაპირისპირება მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება რაღაცა სადღაც ჰიბრიდული ვარიანტი იქნება, რაც მოხდა ვენესუელაში, მადუროს რეჟიმის შემთხვევაში და რასაც ისრაელი აკეთებდა იგივე ჰამასის და ჰეზბოლას წინააღმდეგ, ხო? ჩემი აზრით გაუჭირდება ამერიკას იმის გაკეთება, რაც ვენესუელაში გააკეთა, ან გულისხმობ რაღაც აიათოლას მოტაცებას და ნიუ-იორკში გადაყვანას, ამის ეს რო მოხდეს წარმაგარი იქნება. ხო, ამის შანსი არის მიზერული, იმიტომ რომ ირანი არ არის ვენესუელა, რაც არ უნდა სუსტი იყოს ირანის რეჟიმი, ვენესუელა არ არის, გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, თუმცა ამერიკას და მათ შორის ისრაელს შეუძლია გააკეთონ ის, რასაც აკეთებდნენ ჰეზბოლას ლიდერი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, როცა და მათ შორის ჰამასის წინააღმდეგ, ხო, როცა ეს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა უბრალოდ დახოცეს. და მაგას ვამბობ, რომ ისეთი ოპერაციები ჩაატარა ისრაელმა ბოლო პერიოდში, ხო, ჯერ ჰეზბოლას წინააღმდეგ, მერე ჰამასის წინააღმდეგ, პირდაპირ ფუკასავი დააცალეს ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე ირანში, ჰამასის მერე ირანის გენერლები პირდაპირ თავის საძინებელში ააფეთქეს და ეხლა ასეთ მიუღწევალ ამოცანათაც ამ ფონზე არ ჩანს აიათოლას მოტაცება. აიათოლას მოტაცება რეალურად არაფერში არ ჭირდება ამერიკას. ამერიკას ჭირდება, რომ იქ რაღაც მომენტში გაჩნდეს ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თანახმა იქნებიან მოლაპარაკებაზე ამერიკის პირობებით. ხო, როგორც ვენესუელაში მოხდა, ხო? მეტი არაფერი არ არის საჭირო, ამერიკას მეტი არაფერი არ ჭირდება. მათ შეუძლიათ გააგრძელონ ამ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების კი არა და დამნაშავეების ლიკვიდაცია იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დათანხმდება მათთან მოლაპარაკებას. ხა თუ ამის პარალელურად იქ ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და შიგნიდან მოხდა ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯი, კარგი ვარიანტია, მაგრამ ამის იმედზე ხა ამერიკა რა თქმა უნდა არ იქნება და ის რომ რაღაცა ამერიკა შეტევას დაიწყებს და ერთ კვირაში გრეზაფეხლევი ჩავა და გახდება შახი თუ რაღაც პრეზიდენტი ირანის, მე ამას არ ველოდები. თუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, შიგნიდან არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია, ის ხალხი არსად არ წასულა. კი ძალიან ბევრი დახოცეს, მაგრამ ამ ირანის რეჟიმი ყველას ყელში ყავს იქ ამოსული, ხო? რა თქმა უნდა გამოსვლები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა უშუალოდ სამხედრო ოპერაციის დროს ეს მოხდეს. ამიტომ ამერიკას შეუძლია ეს დარტყმები გააგრძელოს იქამდე, სანამ არ გამოჩნდება ვიღაც, მათ დაელაპარაკება, რომ მოხდეს რაღაც მადუროს სცენარისნაირი, როცა დაუშვათ ის რეჟიმი რაღაც პერიოდი შენარჩუნდება და მერე მოხდება მშვიდობიანი ტრანზიცია, ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე თვეში, შეიძლება ამას დაჭირდეს რამდენიმე წელი. თავარი არის ის, რომ ეს რეჟიმი, რომელსაც ამ წუთას მართავს ერთი ღრმად მოხუცებული ადამიანი, რომელსაც არანაირი ინტერესი მოლაპარაკების არ აქვს. მას ბიოგრაფიაში რა ჭირდება ახლა? ერთადერთი რა ჭირდება არის მოწამეობრივი სიკვდილი, მეტი არაფერი არ არის მის ბიოგრაფიაში დარჩენილი, ხო? სხვა დანარჩენი ყველაფერს მიაღწია. რა უნდა ჭირდებოდეს ახლა 86 წლის კაცი, 86 წლის კაცი არ წავა მოსკოვში რაღაცა დარჩენილი რამდენიმე წლის გასატარებლად, ხო? მე ამას თითქმის გამოვრიცხავ, მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ რელიგიურ ლიდერზე, ხო? ეს არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელსაც შეიძლება კიდე დაელაპარაკო რაღაცას. მით უმეტეს არის ღრმა ასაკში. ასაკშიც არის და მისთვის ახლა ხარა, მისთვის ყველაზე ახლა რა იქნება მისი ცხოვრების აპოთეოზი იქნება, რომ რაღაცა მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდა რაღაცა უჯულოს ხელით. მეტი რა შეიძლება მიაღწიოს მან ცხოვრებაში, ირანისთვის თავი გადადო. ეს იქნება მისთვის, რა ვიცი, მისი ეგოს დაბუსტვის ბოლო ეტაპი. ამიტომ მე გამოვრიცხავ, რომ თითქმის გამოვრიცხავ, ყველაფერს გამორიცხვა არ შეიძლება. ხო, ყველაფერს არ შეიძლება, მაგრამ ეხლა 99%-ით ეს ადამიანი ამერიკელებთან მოლაპარაკებაზე არ წავა. გასაგებ ერთი პატარა კითხვა სანამ ზურასთან გადავალ და ეხლა ნელ-ნელა აქ საქართველოს და ჩვენი რეგიონის თემა უნდა შემოვიტანო. მას შემდეგ რაც დაიწყო ისრაელის ბრძოლა ჰამასთან, სულ იყო ხო ამის მოლოდინი, რომ აი ირანი ჩაერთვება და რაღაცა დიდომში შევა, თუმცა ყველა ეტაპზე ვნახეთ, რომ ირანმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ ომი თავიდან აეცილებინა. ხო ესე იყო. ჰეზბოლას თავი წააცალეს მთლიანად, ამაზეც რაღაცა მარტო სიმბოლური პასუხები გასცა. აი ეხლა შეიძლება თუ არა გააკეთოს იგივე, რომ რაღაცა თავი დაიძვრინოს ამ ომიდან, რომელიც თითქმის გარდაუვლად ჩანს.
მე არ მგონია რომ ახლა იგივე განმეორდება, რადგან თვითონ ქვეყნის შიგნით არის ვითარება შეცვლილი და მე მგონია რომ იმდენად დიდი სისუსტის გამოვლინება იქნება მათი მხრიდან, ეგ რომ აი ამერიკა ბომბავს გენერლებს, გვიხოცავს სამხედრო ბაზებზე, ფეთქდება ტექნიკა, ბირთვული ობიექტები და ამათ არაფერი გააკეთეს. ძალიან რთული კი ირანის რეჟიმი წაგებულ ომებსაც გამარჯვება დაცხადებს. ეგ ახასიათებს მათ, მაგრამ იმდენად ცხადი იქნება, რომ მათ სისუსტე გამოავლინეს, რომ ამის ფუფუნება მათ არ აქვს და მეორე არის კიდე ის, რომ თუ ამერიკის მიზანი საერთოდ ეს რეჟიმი შეცვალოს და ბოლომდე აწובה და ყველა მეთოდს იყენებს ამისთვის, ამათ ბოლომდე ესენიც რატო არ წავიდნენ ესკალაციაზე, ხო, იმიტომ რომ ეს ძალა რაც მათ გააჩნიათ შეიძლება ეს არ არის ამერიკის საპირწონე, მაგრამ მათ ბოლომდე უნდა გამოიყენონ, რათა იმოქმედონ მათ შორის ამერიკაში შიდა საზოგადოებრივ აზრზეც, რომ ეს ომი დიდხანს არ გააგრძელოს ამერიკის შეერთებულ შტატებმა. ამიტომ მე მგონია ამ თვალსაზრისით განსხვავებულია, თუმცა აქ არის ერთი თუ მე დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში თუ დაიწყო ეს ომი და ალბათ დაიწყება ტრამპი მათ მესეჯს გაუგზავნეს, რომ მოდი გავჩერდეთ და წამოდეთ ამ პირობებზე და ეს იქნება მნიშვნელოვანი მომენტი მათთვის, ჩემი აზრით, რომ დათანხმდნენ და ჯობია ესე მაინც შეინარჩუნონ ძალა უფრო, იმიტომ იმ შემთხვევაში თუ არ დათანხმდებიან ამ ესკალაციის სპირალში შესვლა ძალასთან, რომელიც შენზე ბევრად ძლიერი არ გაწყობს, იმიტომ რომ ყოველთვის მას აქვს შესაძლებლობა უფრო დიდი ძალის გიპასოს. აღარავინ აღარ დაგჭა, ხო? აღარანაირი პროქსი ძალა აღარ დაგჭა, ჰეზბოლა აღარ აყავს, ჰამასი აღარ აყავს, ну რაც არის ახლა ფაქტობრივად განადგურებულია, არაბული ქვეყნები ისვრიან ორ რაკეტას და მნიშვნელოვანი არაფერი, ხო. ხო, არაბული ქვეყნები შენ წინააღმდეგ არის, სირიაში რეჟიმი შეცვლილია, ანუ ფაქტობრივად მარტოა დარჩენილი, ხო, ირანი? და ჩინეთიც სამხედრო ძალით არ დაეხმარება. სამხედრო ძალით არავინ არ დაეხმარება. არაფერი ჩინეთი არაფერს არ გააკეთებს და რუსეთს ძალიანაც რომ უნდადეს ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ არანაირი რესურსი რუსეთს არ აქვს. ეხლა ბატონი ზურას ასე ვთქვათ შეჯამებაც მოვისმინოთ ამაზე, რას ფიქრობ თუ ეთანხმები ასე გამომსვლელებს? კაი, პირველი ირანი კი დარჩება მარტო, მაგრამ ირანია რა. ან დიდი ქვეყანაა, ძალიან დიდი მოსახლეობით, 92 მილიონი დაახლოებით მოსახლეობა და ეგ თავისთავად არის პრობლემა რა. როდესაც თუმცა მოსახლეობაში განწყობა არის რადიკალურად შეცვლილი. აი პრობლემა რაშია, როდესაც ირანის გავს ქვეყანას საუბრობთ, აი პირობითად რადიკალური ნაწილი რო იყოს ხოლმე 10%, რომელიც აი ბოლომდე შეგიწინააღმდეგება, მაინც ძალიან დიდი რაოდენობა გამოდის რა. ანუ ვეიბერთალა ჯარი გჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც ეს 10% გაანეიტრალო ან გააჩეო რაღაც, ანუ რისკები გეზრდება რა, ამის თქმა მინდა რა, თორე კი გასაგებია პროტესტები იყო, პროტესტებს გარდა ირანი მულტიეთნიკური ქვეყანაა, იგივე ხა ბელუჯებს ჰქონდათ პაკისტანში რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს. იერიში ასე შემდეგ, ანუ ძალიან ესეთი სეპარატისტული მოძრაობებია ირანში, ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დიდი ქვეყანაა და ამ დიდ ქვეყანაში რო გამოინახოს 500,000 პირობითად, რავი, რადიკალი გიჟი, რაც გინდა ის უწოდოთ, უკვე პრობლემა არის ეს ადამიანური დანაკარგების მხრივ და ასე შემდეგ რა. ანუ როგორც ლევანმა სწორად აღნიშნა, კიდე ერთი ომი, სადაც ადამიანური დანაკარგი მაღალი ექნება ამერიკას, ბუნებრივია ამერიკას და განსაკუთრებით ტრამპს არ უნდა უნდოდეს გამომდინარე იქიდან, რაც ტრამპი იძახდა, რომ აი ომებს ვასრულებ, ომები ცუდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ერთი ის, მეორე რაც იყო, წინა თვეს იყო თუ არ ვცდები ეს ინფორმაცია, 15-მდე თქვენს უნდა გახსოვთ ეს 15-მდე ბორტი არის ჩასული, თუნდაც ფრენა განხორციელდა ჩინეთიდან სამხედრო სატრანსპორტო ავიაციით ირანში. არავინ არ იცის რა ჩავიდა. რა, ვარაუდობენ რომ ეს იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები, შეიძლება არც იყო, მაგრამ ანუ პირობითად რო დაუშვათ რომ მიაწოდეს რაღაცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები, ну შეიძლება ოდნავ გაძლიერდეს. ეს ვერ ბუნებრივია, ვერ მოახდენს, დიდად ვერ გააძლიერებს ირანის შეძლოვებას, მაგრამ ისევ და ისევ აქ არის მეორე მხარის რისკი. რა მეორე მხარის რისკი არის, თუნდაც ერთი ჩამოგდებული თვითმფრინავი და თუნდაც ერთი გარდაცვლილი ან მით უმეტეს ტყვედაყვანილი პილოტი, ხო? ძალიან დიდი დანაკარგი იქნება პირადად ტრამპის ანუ რისი თქვა გინდა ახლა? იმის თქვა მინდა, რომ ანუ ისე და ისე ჯერჯერობით რომ რისკისგან თავს იკავებენ და შეტევაზე არ გადადის ამერიკა, ამას აქვს ჩემი საკუთარი მყარი საფუძვლები, რომ არ უნდათ ზედმეტად
გარისკონ მათ შორის იმიჯითაც რა, მაგრამ აქ არის ერთი დიდი პრობლემა, ტრამპს აქვს ორი მეტსახელი, რატომღაც მიკრული რა, სამართლიანო მაღაზია არ გვინდა, მაგრამ ერთი არის FAFO, რომელიც არის რომ fuck around and find out, ანუ აი ძალიან თუ გაგვიხურებ, მოდი და გაარკვევ, მე ამერიკა რამდენად ძლიერია პირობითად და მეორე არის ეგრეთ წოდებული ტაკო რა, რაც რომ Trump always chickens out, რომ ტრამპი ყოველთვის უკან იხევს. ყოველთვის გამომდინარე იქიდან რომ აი ლევანოვა თქვა 100-ზე მეტი არის მარტო საწვავ, გამმართი თვითმფრინავი გადასროლელი რა, ანუ ვეიბერთელა არმადას მოუყარეს თავი. რა, აქედან გამომდინარე უკვე აი chickens out არანაირად არ გამოდის დახევა რა, ეს ვარიანტია. ხო, გუშინ მეორე ავიამზიდე ჩავიდა. ხო, უკან გამოსვლა არ გამოდის. გამიგე? დიდი დილის შეთანხმების გარეშე და ეს შეთანხმება, ხო? თუ მართლა რეალურად არ განხორციელდა, რამის გაყიდვა შეთანხმებად გაჭირდება. წინა წელს თუ გახსოვთ, როდესაც განხორციელდა ოპერაცია Midnight Hammer, როდესაც დაარტყეს ამერიკელებმა ირანს, ეგრევე გამოაცხადდა, რომ აი ირანის შესაძლებლობები, ვთქვათ, ბირთვული იარაღის წარმოების განადგურდა, ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოდის, თუ განადგურდა რაღა საჭიროა ეს ყველაფერი, ხო, გამოდის, რომ არც თუ ისე განადგურებულა რა. მანდ იყო სიტყვა, მე მგონი გაცამტვერდა არის ყველაზე კარგი შესატყვისი. ხო და ანუ სოფლიოსაც, რეგიონსაც, საქართველოსაც თქოს, ანუ აი ბირთვული ირანი არავის აწყვეს. ხო არის ბირთვული პაკისტანი. ბირთვული პაკისტანი არის თავისთვის რა, თუ ინდოეთი არ დაესხა თავს, ბირთვული პაკისტანი არავის არაფერს უშავებს. ბირთვული ირანი არის პრობლემა ყველასთვის. თურქეთისთვის, საუდის არაბეთისთვის, შენთვის, ჩემთვის, ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ყველასთვის, ანუ ვერ დაუშვებ ამას და აშკარაა რომ წინა წელს რაც იყო ოპერაცია, მაგაზე ვერ გაჩერდებიან, ანუ ერთ დარტყმაზეც კი ვერ გაჩერდება ამერიკა, სანამ არ დააბრუნებენ პირობითად ბირთვული ენერგეტიკის ხრივ მაინც ქვის ხანაში მანამდე ვერ გაჩერდებიან და ბოდიში თუ აქ ერთი კითხვა უნდა დაისვას, რაც ისრაელშიც ისმება და ყველგან ხო ესეთი დარტყმები და ეს ზეწოლა ირანს ბირთვულ პროგრამას აჩერებს თუ პირიქით ამყარებს მათ იმ განცდას რომ ჩვენ თუ ბირთვული იარაღი არ გვექნება რეჟიმს ავკარგებთ. ხო და ეგ არის ეგ არის ამიტომ რეჟიმის შეცვლის გარეშე დარტყმებს აზრი არ აქვს. ან რეჟიმის შეცვლის გარეშე, ან რეალურად ბოლომდე, ან ბირთვული ენერგეტიკის მხრივ ირანს ან დააბრუნებენ ქვის ხანაში, ან ირანი დააბრუნებს რეგიონის ხანაში. რამდენად მიღწევადია ეგ მიზანი აქ ესაა კითხვა, იმიტომ ჩვენ ნახეთ დაიბომბა ეს ფორდო, ნათანცი და ყველა ეს ბირთვული ობიექტი, ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით, რაც არსებობს, ხო ბიორებმა გადმოყარეს ის ბუნკერების გამღვევი ბომბები და რაღაც ზიანი რა თქმა უნდა მიიღო, ასევე ვიცით რომ ეს ცენტრიფუგები წინასწარ გაიტანა ირანმა, მაგრამ მე ეს აღარ ვიცით ეს გატანილი ცენტრიფუგები ოდესაც იმ ობიექტიდან გადის სხვა ტემპერატურაზე და სხვა შენახვის პირობებში რამდენად გადარჩება, მე ვნახეთ რომ მოსადმა თქვა, მოსადის ხელმძღვანელმა თქვა, ჩვენ ვიცით სადაც ეს ცენტრიფუგები და გავანადგურებთო, მაგრამ მე არაფერი არ მომხდარა. ანუ ესეთი ერთჯერადი დარტყმის რამდენად განადგურებადია ეს პროგრამა, ეს ერთი კითხვა და მეორე არის რომ როდესაც უფრო სუსტდება ეს რეჟიმი, უფრო მეტი мотиваცია ხვალ შედება ბირთვული იარაღის შექმნას, იმიტომ აქვს ჩრდილო კორეის მაგალითი, რომელმაც ბირთვული იარაღის შექმნით თავი გადაეჭინა და მუდმივად გახადა თავისი არსებობა. ამიტომ ამერიკის мотиваცია სხვა არის. ერთ დარტყმაზე ვერ გაჩერდებიან. წინა წელს იყო ერთი დარტყმა და არაფერი შედეგი არ მოიტანა. ხო, ანუ ერთ დარტყმაზე არ გაჩერდებიან. ანუ ან იქნება კომბინირებული სპეციალური ოპერაციების ძალები და საავიაციო დარტყმები, რომ უბრალოდ დარწმუნდნენ, აი ფიზიკურად რომ დარწმუნდნენ, მივიდნენ, რომ იქ აღარაფერი არ დარჩა. ან იქნება, ნუ არ ვიცი, დაბომბვის კამპანია რამდენი ხანი შეიძლება ეს თავი კითხვა, ტრამპს რამდენად აქვს ამის შიდა ლეგიტიმაცია, რომ ეგეთ ომზე წავიდეს. ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ნახე როგორი ამბავია. მეორე მხრივ მაშინ უკვე ამ ხელა არმადის იქ თავმოყრა არის ის, რომ თუ უკან გამოვა, არა, უკან გამოსვლაზე არ არის საუბარი, იქ შეიძლება ერთი დარტყმა და ორი დარტყმა მიაჩნდეს, მაგრამ მოდი ესეთ რაღაცა ვთქვათ რა, საჰაერო დარტყმებით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა მსოფლიოში. ხო, ვერ დადებს შედეგს სამხედრო დარტყმებით შეიძლება შეანელო, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ გაანადგურებ. თან აქ საუბარი მარტო ბირთვულ იარაღზე ხო არ არის, აქ საუბარია იგივე სარაკეტო წარმოებაზე, ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლის წარმოებაც მიდის იქ ირანში გამალებული ტემპით. თუ რეჟიმი ეგრეთ წოდებული რეჟიმ ჩეინჯი არ მოხდა და მარტო საჰაერო დარტყმები თუნდაც გაგრძელდეს, რა ვიცი, 2 თვე, 3 თვე,
ამას შეანელებენ, შეიძლება წლები გადაიდოს, ან შეიძლება თვეები გადაიდოს, მაგრამ ეს ვერ მოკვდება. აი ეს არ მომხდარა არც ერთ ომში. ახლა კი, რა თქმა უნდა, ამერიკის შესაძლებლობები სხვა არის და რუსეთის შესაძლებლობა გაცილებით დაბალია, მაგრამ 4 წელია უკრაინას ბომბავენ რუსები. და დღეს უკრაინა არის ნომერ 1 წარმოებელი სამხედრო შეიარაღების მთელ ევროპაში. წარმოიდგინეთ. იმის მიუხედავად, რომ 4 წლის განმავლობაში რუსები არ გაჩერებულან. კვირაში 100-მდე ბალისტიკურ რაკეტას, ფთოსან რაკეტას ესვრიან და ახლა დრონებზე აღარ ვლაპარაკობ, 1000-ობით დრონი მიფრინავს ყოველდღე უკრაინულ ქალაქების და ყოველდღე უკრაინული საწარმოების მიმართ. ახლა მართლა ყველაფერს კორპუსებს კი არ ესვრიან. ცდილობენ უკრაინის სამხედრო პოტენციალი შეამცირონ. მაგრამ ეს არ გამოდის ასე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა წარმოუდგენლად ძლიერია რუსეთზე და ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს. როცა ამხელა ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, ეს მარტო მილიონები მოსახლეობა ხო არ არის, ძალიან დიდი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე უკრაინაზე 1.5-ჯერ დიდია, ოდნავ მეტჯერაც კი და უკრაინა ყველაზე დიდი ქვეყანა ევროპაში რუსეთის მერე. ამხელა ტერიტორიაზე, ანუ ეს ხო არ არის რაღაცა ერთი ადამიანი მოკალი ან ერთი საწარმო აფეთქედან დამთავრდა ყველაფერი. სანამ არსებობს ტექნოლოგია, ის ტექნოლოგია ყოველთვის შეგიძლია გამოიყენო, ხო? ამიტომ ამას დაჭირდება regime change. სხვანაირად ეს ამ პროგრამის შეჩერება ვერ გამოვა, უბრალოდ შეწყვეტა ვერ გამოვა, შეიძლება მოხდეს დროებით შეჩერება. ამიტომ მე პირადად გამოვრიცხავ რომ რაღაცა იქ ხა არ გულისხმობ სპეციალური ოპერაციების ძალებს, რომლებიც რაღაც შეჟორმა შეიძლება მოხდეს. რაღაც სახმელეთო შეტევა ირანზე არ იქნება. ეგ მაგას გამოვრიცხავ, მაგის შესაბამისი ძალებიც არ არის ამ წუთას იქ რეგიონში. უბრალოდ რაც შეიძლება მოხდეს, ეგ იქნება ის რომ რაც წეგავ თქვი რა არ დასვამენ ამ ხალხს, ვინც გადარჩება ხელმძღვანელობიდან მოლაპარაკებაზე და ისინი თავად დაიწყებენ ამ პროგრამების დემონტაჟს, ან არა და უნდა მოხდეს რაღაცა ფეხლები იქნება თუ სხვა ვინმე იქნება, უნდა მოხდეს შიგნიდან ხალხის მიერ ამ რეჟიმის მოშორება და შემდეგ უკვე იმ ხალხთან ილაპარაკოს ამერიკა. ჩემი აზრით ამერიკას ურჩევნია რომ ვინც იქ დარჩება ადგილზე, იმან დაელაპარაკოს ამერიკას, იმიტომ რომ არ მოხდეს ქაოსი, ხო? არავის არ აწყობს ახლა ირანში ქაოსი და შეიძლება მოყვეს regime change. რეჟიმმა იპოვა უკვე ესეთი საერთო პირები, თუ დააკვირდებით ნიუსებს, დავიწყოთ იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტები, ვინც ეგრეთ წოდებული რეფორმისტები, ზომიერები არიან, ყველა შენაპატიმრობაში არიან, რუჰანი და ხათამი. ასევე ყოფილი ესეთი მორეფორმისტო პოლიტიკოსები, რომლებიც ან არჩევნებში მონაწილეობდნენ, ან დეპუტატები იყვნენ, ან ამ რელიგიური საბჭოს წევრები იყვნენ, ბევრი მათგანი დააპატიმრეს ბოლო დღეებში, იმიტომ რომ ისინი მოწოდებებს აკეთებდნენ აქციების მხარდაჭერას და ზოგადად ამ პროტესტებში ჩართული იყვნენ. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ეს რეჟიმი თავადაც ხედავს ვენესუელის სცენარის საფრთხეს და თუ ვინმე არის ესეთი რგოლი, ვინც იდეოლოგიურად მათ აკრიტიკებს და განსხვავებულია, მათზე ზეწოლა და რეპრესიები გაზრდილია. ეხლა მადუროს შემცვლელი მეორე დღეს გაყვიროდა, რომ მადურო ჩვენი ლეგიტიმური პრეზიდენტიაო და რაღაცა. ანუ ეგ შეიძლება შენს მოწინააღმდეგეებში კი არა, ან ოდნავ ესე თქვათ დაპირისპირებულ ხალხში კი არა, ძალიან ახლო წრიდან აღმოჩნდეს ესეთი, ასე თქვათ, გამყიდველი, რომელიც როგორც წესი ახლო წრიდანაა შეუძლებელია შორეულმა გაკეთდეს. ანუ ეგ გამოსავალი არ არის და თან მით უმეტეს რომ ამერიკამ იგემა, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით არ ვიცით ახლა საბოლოოდ ეს როგორ დამთავრდება, მაგრამ ახლა უკვე ვენესუელამ მიიღო კანონი პატიმრების ამინისტიასთან დაკავშირებით, ხო, რაღაცა ნაბიჯ აკეთებს, ანუ ასრულებს ამერიკის მითითებებს და ეს ანუ ძალიან უმტკივნეულო სცენარია ერაყთან მით უმეტეს შედარებით, ხო, ერაყში მიღებული გამოცდილება გადაიაზრეს და ვენესუელაში წავიდეს სხვა სცენარით და მადურო მილაპარაკა მაგაზე ძალიან სწორად კონგრესში როცა ქონდა მოსმენა, ესე არ ხდება. ფაქტიურად აქ ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ეგრეთ წოდებული პოლიტიკოს პერიფრაზი მოახდინა, დემოკრატია ლობიობა არ არისო, ეგრე გამოუვიდა, იმიტომ რომ ესე არ ხდება, ხო, რაღაცა. კი მესმის რომ ყველას უნდა რაღაცა ვინი ლაპარაკა? მადურო რუბიო. ანუ ეხა რუბიო მილაპარაკა მადუროს რეჟიმის შეცვლაზე. დამაჯერებელი და კარგი გამოსვლა ქონდა ამ თვალსაზრისით. კი, ხო და გუშინ წინ
ის ადამიანი, ვინც მადურო მოიტაცა, იყო ჩასული ვენესუელაში. სამხრეთის სარდლობის ხელმძღვანელი. და იქ ვენესუელის სამხედროებს ხდებოდა და ხელს ართმევდა. აი ესე ხდება რაღაცა სიტუაციის შეცვლა, მიუხედავად იმისა, დელსი როდრიგესი რას ილაპარაკებს საჯაროდ. ხო ეს ხო არ არის არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ხა იქ რა სიტყვის სახის შესანარჩუნებლად ეს არის ერთი და რას აკეთებს რეალურად ეს არის მეორე. იქ მესმის რომ ახლა ყველას გვინდა რომ ყველა პატიმარი იყოს დაუყოვნებლივ თავისუფლებული, ეს რეჟიმი რომელიც დელსი როდრიგესი ანგელოს კი არ არის, იმ რეჟიმის მსახური იყო და იმ გადაწყვეტილებებს იღებდა მადუროსთან ერთად. ამიტომ ისიც მაც რომელიც ხო კი, ის და ის სხვები რომელიც არის შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ, ყველა ერთი ნაგავია მოკლედ, ყველა უბრალოდ ახლა თავის გადარჩენის რეჟიმში არიან და მაგიტომ თანამშრომლობენ ამერიკასთან. ანუ კარგი ხალხი კი არ არის. უბრალოდ იმისთვის რომ ქვეყანაში რაღაც ქვეყანა ქაოსში არ ჩაიძიროს და იმისთვის რომ არ მოხდეს დაუშვათ ეს რაღაცა რეჟიმ ჩეინჯი არ გადაიზარდოს საყოველთაო უბედურებაში ყველასთვის, იმიტომ რომ იქ ვიღაც შეიძლება მადუროს მომხრეები რაღაც ტყეში გავიდნენ, თან არ გაუჭირდებათ და რაღაცა მოკლედ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება რო არ იყოს, ურჩევნია ამერიკას რომ რაღაც ეტაპზე ეს ხალხი შეინარჩუნოს და მერე მოხდეს მშვიდობიანი ტრანზიცია. ამაზე ილაპარაკა რუბიომ ზუსტად კონგრესში მოსმენის დროს და იგივე თუ მოხდება ირანში, ეს იქნება მათთვის იდეალური სცენა. ყველაზე იდეალური სცენარი იქნება ეხლა ტრამპის მოთხოვნებს დათანხმდეს ირანი, მაგრამ ამის შანსი ალბათ ყველაზე მცირეა. ეხლა მოდი ვილაპარაკოთ ესე დარსალიას ჩასვლაზე ამერიკაში, ხო? ერთ მშვენიერ დღეს გავიგეთ, რომ დარსალი არის ამერიკაში ჩასული. ფაქტია, რომ ამერიკას ჭირდება რეგიონში ყველა ქვეყანას დაელაპარაკოს, ხო? რაღაცა ჭირდება ყველა ქვეყნისგან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე იხსნება ლოგიკურად იქ მოულოდნელად ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჩასვლა. და შემდეგ ჩამოდის ეს კაცი და რა ხდება? ნათდება ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერად, ხდება მიღება, არის საზეიმო მიღება, სადაც აღნიშნავენ ქართველების ჩაცვლის 410 წლის თავს ირანში, თითქოს დელეგაცია ჩასული იყოს საქართველოდან და პატივით მიიღოთ ის დელეგაცია და დარსალია კიდევ ერთხელ ვიტყვი, გამოდის სიტყვით და ამბობს, რომ რა მნიშვნელოვანია რეგიონში საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობა რეგიონის ჰარმონიული განვითარებისთვის. და ეს ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ვენსი არის ჩასული აზერბაიჯანსა და სომხეთში. და ეხლა სანამ პასუხს დაიწყებს, ხოთა შორის ეხლა ვუსმენდი უცნობის ეს გააზიარეს ნავშიროზის მისი მონოლოგი და იქ ამბობს, რომ აიო, ეხლა ნუ დარდობთო იმაზეო, რომ ვენსიო იქ იყო ჩასული აზერბაიჯანსა და სომხეთში, როგორც ჩანს ხოცებში არის ეს შფოთი და ეს ჩვენო განსხვავებულები ვართო, ჩვენ სხვა ადგილი გვიკავიაო მაგიდაზე და ნახეთ თუ ვენსიო აქაც თუ არ ჩამოვიდესო. ანუ ესეც მნიშვნელოვანი განწყობებია. დავიწყებ პირველი იქიდან, რომ მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე ირანის დროშის ფერებში განათდა ტელეანძა რა, მეგობრებთანაც Facebook-ზე მიმოწერაში რა, მართლა საჯარო შემიძლია მე დავადასტურო, რომ მივწერე, რომ შეიძლება თქო ვივარაუდე ვიღაც აი უმცროსმა სპეციალისტმა უბრალოდ თხოვა და არავინ არ მიაქცია ყურადღება, ეგეც ქართული ოცნების პირობებში მსგავსი არაკვალიფიციურობაც, მოდი ეს ვთქვათ, მოსულა. არა, ტექნიკური ხარვეზი. ხო, ტექნიკური ხარვეზი. ვიფიქრე, რომ ეს მაღალ დონეზე მეთქი ვერ გადაწყდება რა და გეტყვი რატო ვიფიქრე ესე. რა, რატო ჩავთვალე, რომ იყო რაღაც შეცდომა, რომელიც ნუ გაეპარათ. ხო, არ გაგიკვირდება ქართული ოცნების მხრიდან მსგავსი შეცდომა, მაგრამ ესე ვიფიქრე, იმიტომ რომ 2 დღის წინ ჩასული იყო ლაშა დარსალია შეერთებულ შტატებში. ხო, თან იქ კაი ხანი დაჰყო რა და მეორე დღეს რომ ნახე, რომ სურათები სადაც დაიდო ანზურ ჩუბინძის და ლაშა დარსალიასი მიღებიდან უშუალოდ ირანის საელჩოში. ნუ მაშინ აი ირანის საელჩოში წავყოფილათ რა, ბიზნეს მაშინ სასტუმროში იყო. კი ბატონო, თუნდაც პარაგრაფში იყო. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე უბრალოდ მომენტში დავწუნდი, რომ სერიოზულად ლაშა დარსალია, რომელიც 2 დღის წინ იყო შეერთებულ შტატებში მივიდა ირანის საელჩოში მიღებას, ანუ შემთხვევით არ ყოფილა ეს განათება, ხო? და ეგ ახლა სიმბოლური ჟესტია, ეგრე არ არის რა, ანუ ამერიკის საელჩოს არსებობს 21 საუკუნეა და რავი, შიკრიკი არ უნდა გააგზავნო, რომელიც მე გემზე უნდა დაждდეს და 3 თვის მერე ჩავა ვაშინგტონში ამბავი, ანუ ამას იმავე დღეს, იმავე წამს იგებ, ხო? და ანუ პრობლემა ხა ჩემთვის პირადად რაშია, რომ მე ვერ ხვდები ამათ რა უნდათ, იმიტომ რომ
შეუძლებელი ადამიანი აი ცოტა სულჭკუაზე იყო და ერთდროულად ანათებდა თბილისში ანძას ირანის ფერებში ამ მომენტში, როდესაც ყველაფერი მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების სავარაუდოდ დაარტყამს ირანს და ახალი ჩამოსული იყო შეერთებული შტატებიდან. ეხლა ლაშა დარსალიას რაც შეხება. მე ლაშას ვიცნობ წლები, ან ლაშა დარსალია, ჩემს არის უცნობი ადამიანი, ლაშა დარსალიას ვიცნობ რა 15 წელიწადია. ეს არის გამოცდილი საჯარო მოხელე, ჭკვიანი ტიპია, არ არის ლაშა დარსალია რაღაცა ტიპი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ეს არის სისულელე. რა აი კონტექსტი ვერ ხვდებოდეს ეგეთი ადამიანი ლაშა დარსალი არ არის. არასწორი შეფასება, მე მგონი ეს გაცილებით დიდი შეცდომა, რომელიც შეიძლება საბედისწეროდ დაუჭდეს. კი და ანუ მე აი როგორ ვთქვათ, მე პირადად მისგან თავის ინიციატივით ამას არ მგონია რომ გასაკვირველია ზურა, ეხლა ხო და მით უმეტეს 2 დღის ჩამოსული დარსალია ამერიკიდან და უცებ გავარდა ირანის მიღებაზე და იმას კიდევ საერთოდ თავი დავანებოთ რომ უდეს შეურაცხყოფა ახლა ვიღაცამ რომ ანუ მე შეიძლება არა, მაგრამ პირობითად ვინც არ უნდა დაპატიჟოს, რომელი ქართველიც არ უნდა დაპატიჟონ არძიმბას დაბადების დღეზე თუ 26 სექტემბერს, რავი, ქართველების სოხუმიდან თბილისში ჩამოსვლის დღეზე, ან ჭუბერში გამოსეირნების დღეზე, თუ რა ირონია და ცინიზმი უნდა იყოს ამას ჩადებული, ვერ ხვდები. ანუ ზავი, ჩვენი არის ერთ-ერთი უდესი ტრაგედიაა და მეტი რაღაც უნდა გაკეთო. თემურლენგის დაბადების დღე აღნიშნოთ, კი თემურლენგის საფლავი მოილოცა და ყვავილებიჩი ამ ყობახიძე. ეგ კიდე ძალიან დიდი პრობლემაა. ეგეთ რაღაცა ირანის საელჩოს არ უნდა ეშლებოდეს რა, პირველი. და მეორე, ჩვენი მხარე ამას მინიმუმ უნდა უთითებდეს, როდესაც მსგავს მიღებაზე მიდის და იმიტომ რომ ქართული ოცნების პროპაგანდამ ამის გამართლება სცადა დიპლომატიით და შემდეგ. დიპლომატიის ნაწილია, რომ მისაწვევში ეგეთი რაღაცა არ ეწეროს. დიპლომატიის ნაწილია შენი და მიმღები ქვეყნის ისტორია იმ დონეზე მაინც იცოდე, რომ ეს არ დაწერო რა, ანუ აი ну პირველ რიგში ეგ არანაირი პროტოკოლური შეცდომით არ აიხსნება და არაფერით არ აიხსნება ეგეთი ჩანაწერი არსებობს მოსაწვევში თუ ეგ ოფიციალურ მოსაწვევში იყო მე მგონი მეორე დღეს უნდა დაიბარო ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში და საპროტესტო ნოტა გადასცა ესე მოიქცევა და ღირსეული ქვეყანა ჩემი აზრით რაც შეეხება ხა ირანთან ურთიერთობებს ხო ეს განათება განსაკუთრებით პრობლემური იყო ჩემი აზრით იმ კონტექსტში რომ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ხო და ეგ კონტრასტებს აჩვენებდნენ რომ ვენსი რო იყო ჩასული იქ ამერიკის ძროშების ფერებში გაანათეს თავისი შენობები და ჩვენ ირანის ძროშა და მეორე რა თქმა უნდა არის რომ ის მსხვერპლი რაც ვნახეთ ამ აქციებზე დარბევების შემდეგ ნუ კატასტროფა იყო ხო რა უქნეს იქ მოსახლეობას და რაღაც სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს ჩემი აზრით რომელ მხარეს აყენებს შენ თავს ამის გარდა ეხა მეორე რაშიც არ მინდა დავეთანხმო ზურას რომ ზოგადად ვიღაც უნდა მისულიყო ეხა მე იმ რიტორიკას არ ვიზიარებ რომ ირანთან კონფრონტაციული პოზიცია უნდა კონდეს საქართველოს ხო ანუ საელჩოს ივენტზე უნდა მიხვიდე რომ საგვიწოვენ ოღონდ ის მოსაწვევი რაც იყო რა თქმა უნდა გასაპროტესტებელი იყო და ზოგადად მე არ უყურებ საქართველოს როლს ასე ვთქვათ ამერიკის პოლიტიკის გადმოსახედიდან და ამერიკული გადმოსახედიდან იმიტომ ჩვენ მეტაკლება განათება და მოსაწვევი მაგაში გეთანხმები მაგრამ ამის დასალეს მაგრამ შეიძლება სხვადასხვა იყო ხო ან თუნდაც დონე დაუხო შეგეძლო შენ როგორც დიპლომატ შეგიძლია დონე დაუხო ხო შეგიძლია მაგრამ გააგზავნო დეპარტამენტს უწევს ხო შეგიძლია მაგრამ ამის მიუხედავად ირანი მაინც სერიოზული ქვეყანაა ჩვენ რეგიონში ვიცით ეხლა არც აზერბაიჯანები გიждდებიან ირანზე და ბევრად პრობლემური ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანს ირანთან ვიზო ჩვენ გვაქვს ხო ჩვენ პრინციპში ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს ბოლო 35 წელია. ამის მიუხედავად მათი საჯარო პოზიციონირება მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია, ძალიან ფრთხილია ყოველთვის და ზომიერი და მე ამ ჩარჩოში დავრჩებოდი ყველა შემთხვევაში. ხო და მაგ ჩარჩოში არ დარჩნენ, ანუ ამერიკისთვის გამოვიდა რა. ხო და მე არ მგონია რომ ეგ ამერიკისთვის სახეში galაწუნება, იმიტომ ამერიკის ეს ადმინისტრაცია ეგრე არ უყურებს პოლიტიკას ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი სომხეთი ამის საუკეთესო მაგალითი ხო, რომელიც ირანის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეხა ამერიკის სტრატეგიული პარტნიორიც გახდა. ამიტომ ჩვენ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით. არა, ჩვენ დავკარგეთ ეს. არა, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ამერიკასაც, ევროკავშირსაც და ყველა ძლიერ მოთამაშეს სოფლიოში თავს ესხმის. ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთი სტრატეგიულ მოკავშირედ ირჩევს ირანს.
აი ეს სურათი ხო, აი ჩანს. მე ეგ გეთანხმები ამ ყველაფერში უბრალოდ ამის მიუხედავად გონია რომ ირანთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეს. ამას გამოცხადებას არავინ არ ითხოვს, უბრალოდ იყო. თორე ეგ ყველაფერი კატასტროფაა, რასაც შენ ამბობ, რა თქმა უნდა, ამერიკასთანაც ეს რაც ხდება და Deep State-ის აგენტობას რომ აბრალებენ ხან ამერიკის პრეზიდენტს და ხან ვიცე-პრეზიდენტს და ევროკავშირთან ინტეგრაციას შეჭერდა, რა თქმა უნდა, კატასტროფაა. ამერიკაში ჩადის და მე რაღაცა პასუხად რომ დროშას უნთებს აქ ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერად, ეს არის გამოწვევა, ანუ უბრალოდ მართლა ტექნიკის საკითხია, როგორ და ვინ მიაწოდებს ამას ტრამპს. გარდა ამისა, იქ მარტო დარსალი ხო არ იყო, ბიზნეს კაცი იყო, ჩუბინიძე იყო. თან სად იყო? მის სასტუმროში იყო. ეხა ეს კონტექსტი ესმის ყველას გადასარევად და იმ დღესვე ისრაელის საელჩომ გააკეთა განცხადება, კაცო. ისრაელის საელჩომ, რომელიც თუ ვინმე კიდე ინარჩუნებდა ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან ურთიერთობას, ეს იყვნენ ირანის ბოდიში ისრაელის თანამდებობის პირები, მათ შორის აქ იყო ხო ჩამოსული ეგრეთ წოდებული უშუალობის მინისტრი ხო არ მეშლება, აქ იყო ჩამოსული და ისრაელის საელჩო, რომელსაც არასდროს რაღაცა კრიტიკული არ დაუწერია, მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, ხო? გამოვიდა და პირდაპირ თქვა ეს რა გზავნილია საერთოდ. რა გზავნილია იმ ხალხისთვის, ვისაც ქუჩაში ხოცავენ. ამაზე მეტი საელჩომ რა უნდა დაგიწეროს, რომ აი კონტექსტი არის გასაგები ყველასთვის. და შესაბამისად ახლა ამერიკაშიც გადასარევად იციან ამათ რაც გააკეთა. ახლა შეიძლება უშუალოდ ტრამპს არ ანახეს თბილისის ძალზის სურათი, მაგრამ გადასარევად იციან. წუთებში იგებს ამერიკაში ვინც საჭიროა ყველა იმ ინფორმაციას რაც საქართველოში ხდება. ამიტომ ყველა მიცის ყველაფერი გადასარევად. ახლა რა შეიძლება ივანიშვილს და საერთოდ სად არის ამ ქვეყანაში? ხო, რა თამაშთან, ანუ ერთი კითხვას დავსვავ. აქამდე განცდა კონდათ ქართული ოცნების მომხრეებს, რომ ივანიშვილი თამაშობს პრაგმატულ თამაშს, რომელიც გადაგვარჩენს. და ეს რაღაცა ომის დაწყების პირველ პერიოდში ეს განცდა ჰქონდა ძალიან ბევრს, მაგრამ ეხლა გავიდა დიდი ხანი, გამოჩნდა რომ ივანიშვილს არ აქვს არც ერთ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა, არც ერთ კლუბში არ არის, არავინ არ არის მისი, ასე ვთქვათ, მფარველი და რუსეთი უყურებს როგორც ჩვეულებრივად ხელის და ბიჭს და მონას, რადგან მხოლოდ რუსეთი დარჩა ივანიშვილს და შესაბამისად ივანიშვილს აღარანაირი ძალაუფლება არ აქვს, რომ რუსეთთან ითამაშოს. და ეხლა ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში ამ რეგიონშიც გამოჩნდა, რომ აბსოლუტურად გარიყულია, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთში. ანუ აქ მინდა ვაჩვენოთ მხარდამჭერებს ქართული ოცნების ავუხსნათ მათ კარგს, რომ ჩვენ მორალურ მხარეზე ავლაპარაკობთ, რაციონალურად რა თამაში შედის ივანიშვილი და რა ყულფში უყრის თავს, არა მარტო თვითონ მისი თავი ჯანდაბას ქვეყანას უყრის ყულფში თავს. შეკითხვა შეიძლება, ანუ რატო უყურებთ ამას თამაშის წრე? ანუ რატო უყურებთ იმ ჭრილში, რომ პირობითად ბიძინა თამაშს თამაშობს და არა იმ ჭრილში, რომ მარცხენა ხელმა არ იცის, მარჯვენა რას აკეთებს? დარსალიას ვიზიტის მერე, ამერიკაში ვიზიტის მერე ირანის საელჩოს მიღებაზე წასვლა ნონსენსი იცი რატომა? იმიტომ კი არაა, რომ ბუნებრივია უნდა მიიღო ირანის საელჩოს რავი, მიღებაზე თუ რაც იქნება მონაწილეობა უნდა მიხვიდე ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ბიჭო გაცილება მაინც აცელი იმ ამბობს ამერიკიდან ჩამოვიდა იქ დაესწრო რელიგიურ კონგრესს, ანუ წარმოიდგინე ეხლა შენ ასე უყურებ ზურა რომ ეს შემთხვევით ხდება? ხო და არა მე თავიდანვე არასწორად აღიქვი განათებაც დარსალიას არა უყურე არა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ეგ არასწორად იცი რატო აღიქვი იმიტომ რომ მე ჯერ კიდე რაღაც საღი აზრის ნატამალს მოველი და გამოდი ამ საღიას ნატამალის კი არა რატო მოველი მე მაგ შენთან შეკითხვა რატო მოველი და ვერა ხო და აი შენ ხო მომხრებს ელაპარაკები და აი ეს მომხრების და ყველა ნებისმიერი მოქალაქე საქართველოს ტყუილად ველი. აუცილებლად თამაში არა, უბრალოდ მარცხენა ხელმა არ იცის, მარჯვენა რას აკეთებს. მე უკვე ახსნა აღარ რჩება. ივანიშვილის ანუ პერსონალურად ივანიშვილში სად დაინახე საღიაზრი, აი რა მომენტში. ხებს რო დაათრევდა მაშინ დაინახე საღიაზრი. ვიღაც უნდა ეუბნება. ხო და ეგა მან აცადე. ივანიშვილს არავინ არ ეუბნება, ამაზე შევთანხმდეთ. ანუ სიტყვას ვერავინ
ვერ უბრძოლებს. ეგაა პრობლემა კი. ივანიშვილს კი არა, ივანიშვილზე ბევრად და რანგით დაბალ საფეხურზე მყოფ ტიპებს ვერ უბედავენ ხოლმე სიტყვის შებრუნებას და ივანიშვილზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, როცა შეიძლება მეორე დღეს აღმოჩნდა ღარიბაშვილის ბედში. ეს ამაზე შევთანხმდით. ეხლა პრობლემა. ზუსტად მაგიტო ვართ ამ დღეში, რომ ხო, ნუ გასაგებია ადამიანი ამერიკიდან რელიგიურ კონგრესს დაესწრო და უცებ გავარდა. ხო და ეხლა ივანიშვილის რაციონალზე ვილაპარაკოთ, ხო? ის სად არის ივანიშვილის რაციონალი? ხებს რო დაათრევდა მაშინარი. ის რო ყავს რაღაცა ასტროარქეოლოგი რო ყავს და საკუთარ უნივერსიტეტში კათედრა რომ ისცა ასტროლინგვისტს რაღაც ფსევდომეცნიერებას. მაგაში არის ლოგიკა. წიგნებს რო დაათრევდა რაღაც საოცარ ახალ სამყაროს და ბლეკროკის იმაზე, რა ქვია, მასონებზე რო ლაპარაკობდა, ბლეკროკზე ლაპარაკობდა. სად არის ამ კაცის რაციონალი? არ არსებობს ამ კაცის რაციონალი. ერთ რაღაცაზე რო შევთანხმდეთ, აი ჩვენ რო დავუძვდეთ ახლა და თქვათ, რომ ეს კაცი არის გიჟი. ანუ პარანოია აქვს. განარჩენი ლაგდება აბსოლუტურად ყველაფერი. ხო. აბსოლუტურად ყველაფერი ლაგდება, ყველაფერი ჯდება ამ ლოგიკაში. ხოლმე ამ სცენარში ლაგდება ყველაფერი, გაიგე? სხვა სცენარში რაღაცოა. იცი ნახე საქმე რაშია, იცი ზურა? ანუ ადამიანებს როგორ განსტაკე ჩვეულებრივ ადამიანს, ხო? რო ხედავ ტელევიზორში ადამიანს, პოლიტიკოს ხედავ, გონია რომ შენზე მეტი იცის. რაღაცა უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და რაღაცა იცის ამ ადამიანს. ეგ განსტა ყავილაშვილის მერე დამიჯერე. არა, აქვთ ადამიანებს აქვთ ეგ განსტა, მეც მქონია, ალბათ ყველას მქონია, როცა ადამიანს ხედავ რაღაცა, ქვეყანას მართავს რა და რაღაცა მეტი ინფორმაცია. არ გონია, რომ ის შეიძლება იყოს უბნის ბირჟავიკის დონის და კონკრეტულ მოვლენებს განიხილავდეს ზუსტად ისე, როგორც განიხილავენ უბნის ბირჟაზე. და იცი რა, მე ასე უბნის ბირჟაზე როგორც განიხილავენ რა ხდება ქვეყანაში. ეგეთი განხილვები იცი რამდენი მინახავს? მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან. და პირველად ეს რომ ნახე საკუთარ თვალებს და ყურებს არ დაუჯერე. და თუ ეს ხდება პოლიტიკოსების მხრიდან, ეს შეიძლება ხდებოდეს ივანიშვილის მხრიდანაც. და ივანიშვილის მხრიდან უფრო მეტად მოსალოდნელია, იმიტომ რომ წერილები წაიკითხეთ, არა, ხო და მაგას იმიტომ რომ მე ვისგანაც მომისმენია, იმ ხალხს მე ვთვლი, რომ ჭკვიანი ადეკვატური ხალხია. მაგრამ მაინც რაღაც მომენტში ეს ხალხი ხდება ბირჟავიკი. აი, იმიტომ რომ როცა რა ინფორმაციის ნაკლებობა გააქვს, იწყებ რაღაც ისეთ რაღაცეებში გადასვლას, რაც არის უკვე ჩვეულებრივი ჭორაობა და ჭორაობა პოლიტიკაში ჭორაობა, ბირჟაზე ჭორაობა და ყველ მარსზე ჭორაობა. ამიტომ ამ ადამიანს აქვს რაღაც წარმოდგენები სამყაროზე, რომ რაღაცები მას ებძვიან მასონები. ოღონდ მართლა ჯერ ამის მე 100% ჯერა, რომ მას ჯერა ამის. ყველა არის დაინტერესებული, რომ მას ფული წაართვას. ყველა ან ერთი არა, შენ ამბობდი რომ რაციონალი არ არის. არა, უყურე, შენ, არა, ეგ შენ ხო ამბობდი პირიქით, შენ ამბობდი რომ თამაშის წესები და მაგ თქვი ზუსტად რომ თამაშის წესები არ არის აქ. ანუ არავითარი თამაში არა, თამაში ყოველთვის მოითხოვს რაღაც რაციონალურობას რა. ანუ რაღაც იმას მოითხოვს რა. კამათრის აგდება თუ არა და აქ მართლა კამათრის აგდებაზეა უკვე საუბარი რა. სხვა თამაშზე არ არის. აქ არავითარი რაციონალური არ ეკითხება, მაგას რომ ზუსტად რომ ერთმა ხელმა რო არის მეორე რასაკეთებს. და ვერ ბედავს კიდე თქვას, მაგალითად, საჯარო მოხელე მინისტრის მოადგილე ვერ უბედავს მინისტრს, უთხრას, რომ აუ იცი რა, მე რო ეხა აქიდან ჩამოვედი, აი აქ მისვლა მაინც და მაინც ჭკვიანური არ იქნება რა. ერთ რაღაცას ვიტყვით ბოდიში, ერთმა ხელმა არ იცის მეორე რასაკეთებს. ეს არის როცა არის შიგნი ქაოსი და დეზორგანიზებულობა. ქაოსი არ არის ხა? არა, ეს არის ძალიან კარგად მართული ერთი კაცის მიერ რაღაცა გიჟური თეორიით მართული პოლიტიკა და ქცევა და ვერავინ ვერ ეწინააღმდეგება მას ამ სიგიჟეში. ეს არის ერთადერთი ახსნა. ეხლა მე გეტყვით ჩემმა მეგობარმა, უცხოელმა, რომელიც ასევე მეგობრობდა ირაკლი რუხაძესთან, ну ისეთი თანამდებობა ჰქონდა, რომ ჭირდებოდა მასთან ხშირი ურთიერთობა, მომიყვა, რომ ირაკლი რუხაძემ უთხრა ეს იმედის უკვე ყოფილი მფლობელი, რომელმაც თავი გადაირჩინა და გაიქცა, იმიტომ რომ ყველაზე ჭკვიანი იყო მათ შორის, მან უთხრა, რომ ვერ შეეკამათები ამ თეორიებზე. გამორიცხული არ ღარიბაშვილის ბედში აღმოჩნდები, არ უნდა გაიქცია. ვერ შეეკამათე, უთხრა, რომ არ არსებობს, აი არავის არ შეუძლია, რომ დაუჯდეს და უთხრას, რომ ბატონო ბიძინა, თქვენ ამას რო ამბობთ, რომ ის გებრძვის, რომ სპეცსამსახურები მართავენ შვეიცარიას, ეს სპეცსამსახურები გებრძვიან, Deep State-ი გებრძვით, გლობალური ომის პარტია გებრძვით, ეხლა ტრამპიც გებრძვით, პირადად თქვენ არ ახართ სამყაროს ცენტრი, ვერ შეეკამათებიო. იმიტომ რომ ეს ამას რო უთხრა, მაშინ უნდა უთხრა, რომ იცი რა, ბატონო ბიძინა, თქვენ ხართ
სულელი. აი ეს უნდა უთხრა და იმიტომ რომ ყველაფერი რაზეც ეს რაზეც აგებ ამ თეორიებს არის სიგიჟე და გიჟი ხარ. ესე პირდაპირ უნდა უთხრა. ქართული ოცნება როგორ იმართება, იცი? გახსოვთ გიორგის უნდა რა. კი, აი ერთ ფრაზას ვიტყვი და მე ბოდიში გიორგი 2012 წლის ის ცნობილი ჩანაწერები რო გამოვიდა. იქ ერთი ჩანაწერი არის ნიშანდობლივი, როგორც იმართებოდა ქართული ოცნება მაშინ და როგორც იმართება დღემდე. ალასანიას ნათქვამი გახსოვთ? რა ვქნა მე, წავიდე, არ წავიდე, აი ეგრე იმართება ქართული ოცნება. მაკედა, აი ბიძინა იტყვის წახვალ. მე რა ვქნა მე, ესეც არის. მე რა ვქნა წახვალ. ბიძინა არ იტყვის არ წახვალ. ბიძინა იტყვის რომ deep state-ი გებძვის, იტყვი. იმიტომ რომ მithumetes ხა ალასანიას არც ვადარებ ამათ. ალასანია გაცილებით რაღაც თავისი რაღაცა პერსონა ქონდა და ეს ხალხი დღეს ვიც არის, ამათ არ აინტერესებთ მერე რა მოხდება. თავარია საკუთარი ფინანსები, საკუთარი პოზიცია შეინარჩუნონ. ფეხებზე კიდია დანარჩენი. ხო, ხვალ რა უთხრა რომ ბიძინა ებრძვის ცხრათავიან გველეშაპს გამოვლენ და სულ სერიოზულად, იმიტომ რომ აბსოლუტურად ზუსტად იგივეს გეტყვია. სიტყვის უტყვი ხო, ეხლა თავარი ალბათ გიორგის უნდა აღინიშნოს ეს რომ ეს ყველა შეცდომა განათება იქნება ირანის საელჩოში მისვლას თუ ყველაფერი რისკი არის იმ შემთხვევაში თუ ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოს მიმართ აქვს ინტერესი. ჩვენ ხედავთ რომ ამ ადმინისტრაციას დიდად არანაირი ინტერესი არ გამოუხატავს საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ რაც ბაიდენის ადმინისტრაცია წავიდა, არ გვინახავს არც ერთი ახალი სანქცია, არც ერთი ახალი კრიტიკული განცხადება და საერთოდ საქართველოს სრულად იგნორირებული და ეხლა ერთშიც არ გვყავს ხო საქართველოს ჯერჯერობით ახალი დანიშნული, ახალი კი არა, ძველები ვინც იყვნენ თითქმის ყველა გაუშვეს და ჯერ ახლები 30-ზე მეტ ქვეყანაში არ დაუნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტს, ამიტომ თავარი რითიც ბიზნესს სარგებლობს და ეს ხელისუფლება სარგებლობს ამ საგარეო პოლიტიკურ ცეთავ ხედეს თუ არ ვიცი რას დავაქმნო უნურებას თუ ასე შემდეგ არის ის რომ ამის შესაბამის პასუხს არ იღებენ და კიდე კარგა ხანს არ მიიღებენ იქიდან გამომდინარე რომ საქართველოს ამოვარდნილია დღის წესრიგიდან ყველა მიმართულებით ევროკავშირის დღის წესრიგიდანაც ამერიკის დღის წესრიგიდანაც და ამასთან ემატება ის რომ იმდენი ცხელი წერტილია მსოფლიოში, იმდენი კონფლიქტია, იმდენი ადგილასაა დესტაბილიზაცია, ძალიან ცოტა დრო რჩება ყველას, მათ შორის იმ ხალხსაც კი, ვისაც 10 წლის წინ აინტერესებდა საქართველოს შეიძლება, მათაც კი რომ თვალი ადევნონ აქ რა ხდება და რამე რეაქცია ჰქონდეს. ამიტომ ჩვენი ტრაგედია დღეს ეს არის სამწუხაროდ. ის რომ აზერბაიჯანში და სომხეთში ჩადის ვენსი ეს ნიშნავს რომ ამერიკას აქვს სტრატეგიული ინტერესი ის რომ ვენსი თავად ხსნის მიკროჩიპების საწარმოს სომხეთში ეს ნიშნავს რომ ამერიკას აქვს ინტერესი როგორ შეიძლება იყოს ამერიკის ინტერესი რეგიონში ანუ უბრალოდ ასე დავსვაკითხა შეიძლება თუ არა იყოს ესეთი ძლიერი ინტერესი და არ ქონდეთ ინტერესი საქართველოს მიმართ. ხო, აი და რამდენად შესაძლებელია. საქართველოს მანამდე იყო მთავარი პარტნიორი ამ რეგიონში და უკვე ჩაგვანაცვლეს სხვებმა და ძალიან მარტივად შეიძლება. არა, მარტივად არ გეთახმები იმაში რომ მარტივად შეიძლება. აბა მითხარი რატო არ მეთახმები? ნუ არ გეთახმები, იმიტომ რომ მე მესმის რომ იქ რაღაცა ტრიპი, რაც ეგრეთ წოდებული რაღაც ტრამპის მარშრუტი რაც არის და ლოჯისტიკური ხაზები რის გაყვანას ამერიკა ცდილობს ის კი ბატონო შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ ამის განხორციელებას დაჭირდება დრო. და მთლად ბოლომდე საქართველოს ვერ ჩაანაცვლებს ეგ ვერ ჩაანაცვლებს მაგრამ რადონეზეც არსებობს იქნება ეს ლოჯისტიკა საქართველოსიც მაგას აუშლის ეს ხელისუფლება ხელს არა ცხადია არ უშლის ჯერჯერობით ოღონდ ეგ ეს ხوار შეიძლება დარჩეს გამუდმებით ესე არ შეიძლება იყოს ესე რაღაცა არც იქეთ არც აქეთ ვერ ვიქნებით რაღაც მომენტში ბიზნესს მოუწევს არჩევანის გაკეთება ესე მაგაში ავალ მე და ნუ ჩვენ იმიტომ კი არა რომ ბიზნესს უნდა არჩევანის გაკეთება ბიზნესს ზუსტად არ უნდა არჩევანის გაკეთება ბიზნესს ურჩევნია რაც თქვა ხელისუფლებაში რომ მოვიდა მაშინ ისე იყოს რა პატარა სოფელი ვიყოთ აქ და ყველასთან რაღაცა რა უნდა ამერიკაში შევწყვეტ ნერთფილი ურთიერთობა გქონდეს ყველასთან თავარი ბიზნეს ძალაუფლება საფრთხე არ შეექმნას ეს არის მისი იდეალური სცენარი ასე იყო ევროკავშირთანაც ასე ქონდა ურთიერთობა იმიტომ რომ ევროკავშირის ის რომ ნახოთ რა ქვია შესრულების ჩეკლისტი ხო კოცები რო იძახიან რომ აი ჩვენო ყველაზე წინ ვიყავითო ესე რაღაცა წიჩქები თუ ნახავთ ხო ჩვენ ვიყავით წინ იცით რატო იმიტომ რომ იქ რაღაცები რაც მნიშვნელოვანი არ იყო ძალაუფლებისთვის ისინი მოფწიშკული ხონდათ უკვე რა ეხლა რაღაც თამბაქოს რა ქვია აქციზის გაძვირება რა პრობლემაა გავაძვიროთ იქ რაღაცა ჩეკლისტში ერთი ჩავხსნათ ანუ ხო ანუ ეგ რაც მის ძალაუფლებას არ ეხებოდა ის ყველაფერი ქონდა მონიშნული რა ამ ჩეკლისტში რაც ევროკავშირთან გაწევრიანებაში მოლაპარაკებები რაღაც დირექტივებს ევროკავშირის ან ევროკავშირის დედა აგინეს და დღემდე დირექტივებს ასრულებენ თავარი რა როდი შეიცვალა ეს რაღაცა აი მუვი მაინც დაგვიბრუნო ფილმებს
მაინც ვუყურებ. ჯერ გარეჯია დასაბრუნებელი. როდი შეიცვალა ეს დამოკიდებულება, როცა ევროკავშირმა ამ ჩექლისტის იქეთ რაღაცები მოსთხოვა მას. ევროკავშირს გინება როდის დაიწყეს? დაიწყეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უთხრა, კი, კაია, რომ თამბაქოს აქციზის ფასს ვუმატებთ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. თავარი არის შენ სასამართლო როგორი გაქვს, თავარი არის შენ ადამიანებს როგორ ექცევი, არჩევნებს როგორ ატარებ. ეს არჩევანი ბიზნესს დაუყენა ევროკავშირმა, თვითონ კი არ დააყენა ეს არჩევანი. ამიტომ რაღაც მომენტში შეიძლება ეს არჩევანი სხვებთანაც დაუდგეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. და ეს მას არ უნდა თან გარდა ის რომ მას არ უნდა რომ ერთ არჩევანი დაუდგეს, ეს ერთია, მაგრამ მეორეს მხრივ მას არ მოსწონს ის ურთიერთობა, რაც ამერიკას აქვს ახლა საქართველოსთან. უпростоროდ ურთიერთობა კი არა, სანქციები არ მოსწონს. და მის ემისრებს აგზავნის, რომ პირადი სანქციები მოხსნა. და ისინი, რა ვიცი, ხა ეუბნებიან პირდაპირ, შენ თუ გინდა ძმაო სანქციების მოხსნა, აქ არის რაღაც პირობები, რომელიც შესაძლებელია. ეს დროშა იცი რატო აუთო ანძა? ეგეც ნიშა, ანუ პატარა დააშანტაჟა, რითაც შეჩეკინება მაგას. ხო, რომ აი თან პარალელურად მისი ლობისტები ვის უჩხიკინებდა ვინ, ხო? ზურა, მისი ლობისტები დადიან იქ და ითხოვენ, რომ არაფერი არ გვიდათ, ბატონ, ანუ საქართველოს კი არა რაღაცა კი არ გააკეთეთ საქართველოსთან. ბატონ ბიზნესს მოუხსენით სანქციები და ყველაფერზე წამოვალ. ამაზე არ არის გამოხმაურება. ამაზე არ არის გამოხმაურება, ეხა რითაც შეუძლია დაშანტაჟება, აუნთო ის ანძა. არა, ნუ ეხა შენ აქ ხალხს ტროტუარზე დგომაზე იჭერდე და ყველა ოპოზიციონერი ციხეში გეждდეს და ყველა ოპოზიციონერი ერთად გესხდეს დარბაზში და ასამართლებდე 15 წლიანი სასჯელადაზეც არის იმით და ამ დროს შენ აქ გინდოდეს რომ ამერიკას აქციები მოხსნას, ესე არ ხდება სამყაროში, ხო? ვენესუელა, იქ მადურო რომ მოიტაცეს პირველი რა გააკეთა ახალმა ხელისუფლებამ. პოლიტპატიმრობის გამოშვება დაიწყო. ესე არ ხდება რომ შენ აქ რაც გინდა ისაკეთო და იქ ამერიკა დაგილავდეს. ეს აგი ხა ლევან, ეგ ძალიან არ ვიცი, როგორ შეგეკამათ უამრავი ავტორიტარული ქვეყანა, რომელსაც ამერიკასთან შესანიშნავი. ერთი წამი. დიდი განსხვავება. არა, გიორგი. დიდი განსხვავება. ვიზა ლაპარაკობთ არაბულ ქვეყნებზე? არაბულ ქვეყნებზე თუ ლაპარაკობთ, იქ არ არის არანაირი სამხალხო საზოგადოება არ არსებობს. როცა შენ აქ ხალხი შენ გუნა არავინ არ აკრიტიკებს არაბულ ქვეყნებში ხელისუფლებას და ჟურნალისტები არიან. არა, ერთი წამი სამხალხო საზოგადოებას ლაპარაკობთ, ეხლა ჩვენ თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ საუდის არაბეთში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და მისი თავი ეგ არ არისო ბიზინა პოლიტპატიმრებს არ უშვებს ან რაღაცაზე ველაგდება. აქ თავი ის არის, რომ ამ ადმინისტრაციის და ზოგადად მთელი პოლიტიკური ელიტის ამერიკაში ამ კაცს აქვს იმიჯი, რომ არარაციონალურია, შეიძლება შეთქმულების თეორიების, არის სრულიად ანტიამერიკელი მთელი თავის პოლიტიკით და რაც თორე ვერ იგებენ ვის უნდა ელაპარაკონ, ხო? იმიტომ რომ იქ რამნიშნობა აქვს დასალიაჩავა, ბოჭორიშვილი თუ კობახიზია. იციან რომ ესენი არ არიან გადაწყვეტილების პირი და ვინცაა გადაწყვეტილების მიმღები პირი, იმას გაუგზავნეს წერილი და არ მიიღო, ხო? დავასრულებ თუ შეიძლება, თორე ძალიან ბევრი ეგეთ რაღაცაზე დახუჭავდა თვალებს ამერიკის ეს ადმინისტრაცია, რომ კონდეს რაღაცა ისეთი სტრატეგიული ინტერესი, რასაც თუნდაც იმ სანქციების მოხსნაში გაუსრულდა და სანქციები მოუხსნეს, აი ორბანის მთელ გარემოცვას ხომ მოუხსნეს სანქციები, რომელსაც ბაიდენმა დაუწეს. მოხსნა არა პრობლემა ამ ადმინისტრაციისთვის. პრობლემა ეს არის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მათ არ აინტერესებდა. ეხა მასაც რაღაც უპასუხებ და მე თქვი. ნახე, მაგაში გეთანხმები, რომ აქ არიცია ვის ელაპარაკო. მაგაზე ბენს ჰქონდა ამას ინტერვიუ, ირანზე ლაპარაკობდა, ხო? ვის ველაპარაკოთო? ის კაცი არისო, მთავარიო და დაანჩეს ვის ველაპარაკოთო. მაგაში მართალი ხარ. ოღონდ ესე არ ხდება, რომ რაღაცა აქ რაღაც სამხალხო საზოგადოება, ხო? 50 კაცს უკის რო ეძახიან, იმ ხალხს ერევა? ხო ვერ ერევა ბიძინა. ფაქტია რომ ვერ ერევა, ხო? ის ხალხი მაინც ქუჩაში გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღე დასაჭერად დასდევს. ანუ ამ ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად ამერიკა ესე ვერ ადგება და გარდა იმისა, რაც შენ თქვი, ეს კი ბატონო გეთახმები, რომ ერთ-ერთი არგუმენტი არის, რატომაც შეიძლება ვერ დაალაგდე, იმიტომ რომ კაცი ჯერერთი რომ ანტიამერიკელია, არიცი ვის ელაპარაკო, არიცი რაზე ელაპარაკო, არარაციონალურია. გარდა ამისა, აქ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომლის ხმის გაუთვალისწინებლობაც არ გამოვა. გარდა იმისა, რომ არარაციონალური იქნება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს ხალხი არის ყველაზე საქართველო არის ყველაზე პროამერიკული ქვეყანა ევროპაში. პოლონეთია და მე ალბათ საქართველო. სხვა ასეთი პროამერიკული ქვეყანა არა არის. ხო, ანუ ხალხის განწყობა. ხალხზე ვლაპარაკობ, თორე ხა ბიზნესზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. ეს ხალხი, ვინც პროამერიკულია, არის ბიზნეს იმონიშვილის წინააღმდეგ და არარაციონალური იქნება ამერიკის მხრიდან. დავხსნი და გულისხმობა თუ შეიძლება.
ანუ როცა მოლაპარაკე აი მოკლედ გეტყვი და გააგზელე. ხამათ მივასწრებილებ. ორივეს მოკლედ ვიტყვი, ანუ თავი რომ ამას ხო უნდა სანქციები მოუხსნან. ხო და ამას რო სანქციები მოუხსნან, სანაცვლოდ ბიზნესგან აღჭირდებათ ამერიკელებს. აი ეგ არ არსებობს დღეს, ასე შეიძლება დაელაპარაკო, იმიტომ არაფერი არ აინტერესებს ამ ადმინისტრაციას საქართველოს. არა, ამ ამერიკის ადმინისტრაციას არ არის თავარი ინტერესი ამ რეგიონში საქართველოს. ერთი წამი ისევ იმას დაუბრუნდოთ, რომ რეგიონში შეიძლება თუ არა კონდეს ინტერესი ამერიკას და შეიძლება თუ არა ამ ინტერესიდან მთლიანად იყოს გამორიცხული საქართველო. ნაწილობრივ ერთს უნდა დავეთანხმო, ნაწილობრივ მეორეს უნდა დავეთანხმო ჩამოყალიბებას. პირველი ტრამპის ადმინისტრაცია არის იდეალური. შეიძლება და ყოფილიყო იდეალური ადმინისტრაცია ქართული ოცნებისთვის. არის ადმინისტრაცია, რომელიც let's make a deal. მოდი მოვილაპარაკოთ. რამეზე შევთანხმდეთ. ანუ ტიპები ლამაი სუმპარ ამ ცეკვით შეხვდნენ ტრამპის მოსვლას. ტრამპი მოვა და დაალაგებს ზარქუას სიტყვებს ყველა იგივეს იმეორებდა, ხო? 20 დღე კიდევ უნდა გავიჭიროთ ხალხო. ხო, ანუ ყველაზე მეტად ეს ადამიანი ორიენტირებული არ მოვილაპარაკოთ. მაგრამ აქ ზუსტად ის ლოგიკა უკვე. ვის ველაპარაკო? გამოუგზავნე ამას წერილი, ამან რავი. მე არაფერს არ ვწყვეტ ამ ქვეყანაშიო. ხო? არა, ეგ არ ვქოს, ფული მომეცითო და მე ვილაპარაკო. ხო, ნუ ეგ კი იყო ორ რაღაცა საწვდიან, არა, არაფერს 2 მილიარდი რომ მომყარეთო, შვეიცარიული ბანკიდან. რა, ის დააბრუნეთ, ეს დააბრუნეთ, მაგრამ ფაქტია რომ არ მიიღეს ეს წერილი, ხო, კარგი. ამას ახლა შევეშვათ, ხო? ნუ არ მიიღეს, იმათ ჩათვალეს, რომ ოკეი, ამას ალაპარაკი შეუძლებელია, სხვა გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მეტი კიდე რაც გამოვიდა ამ ბოლო პერიოდში აი ესე ყურმოკრული ამბებით, არის ის, რომ ესენი მიდიან ამერიკელებთან და ნუ ინგლისურად ითქმის, ეგ არის ეგეთი რაღაცა take it or leave it, ან მორტონის არჩევანი, როცა არჩევანი არა გაქვს, ანუ გთავაზობენ, რომ აჰა, აიღე. ეს არის თქვა ჩვენ წიანდება და ან მიიღებთ ამას ამერიკელები ან არა და ანუ ახლა რო წარმოვიდგინოთ მასშტაბები კი რაც გვიყვარს ჩვენი თავი, ჩვენი კულტურა, ჩვენ თავზე ესე ვთქვათ, ოდნავ გადამეტებული წარმოდგენა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ისე წარმოდგენა ხარ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ამერიკელებს უნდა დაუყენოთ მოთხოვნა, რომ აჰა, ბატონ ბიზნესს მოხსენით სანქციები, ჭკუით მოიქეცით და რავი, და რას უზან ახლა ამერიკელებს ჩვენ. ხო, ანუ ერთ-ერთ დავსვო. და დაინტერესების ნაცვლად ამერიკელებს უყენებენ ესენი მოთხოვნებს და პირობებს. ეგრე არ მუშაობს. ეხლა რაც შეეხება ჩვენთვის გვერდის ავლას. სამწუხაროდ ეხლა რაც უნდა ვთქვა არაპოპულარულია, მაგრამ ჩვენთან ყოველთვის ძალიან დიდი ხანი გაზვიადებულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მნიშვნელობა, მათ შორის სავაჭრო გზებისთვის. თუ კი უბრალოდ გეოგრაფიული პრობლემაა, სიუნიქზე უნდა გაიაროს და რომ შეთანხმების შემდეგაც მაინც ახლა თიანი რეგიონია რა. ხო, ზანგეზურის კორიდორი, სიუნიქის კორიდორი და ტრიპ. კი ბატონო, ტრამპის გზა, მაგრამ ანუ ტექნიკურად მაინც ეგ პრობლემა გადაჭრადია რა და ზოგადად სოფლიო ისტორიას ახსოვს მაგალითები, როდესაც იყო რაღაც გეოგრაფიული ცენტრები და აღარ არის ის გეოგრაფიული ცენტრები და იყო მაგალითად პირობითად რო ავიღოთ, ახლა ამაზონიაში რო ჩახვიდეთ დღემდე, ხო, მანაუსი არის უდიდესი ქალაქი იყო მე-19 საუკუნის ბოლოს კაუჩუკის წარმოებით. მოიგონეს ხელოვნური კაუჩუკი და დღეს ამაზონია და მანაუსი ვიღაც ახსოვს. პირობითად ვამბობ, შემოგივლიან რა, არა პრობლემა, მაგით საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ მოკლდება მაინც გზა და ჩადის მერსინში და ანუ ეგ საფრთხე არის, ამის უგულოებელყოფა არ შეიძლება რა, რომ აი ჩვენს იქეთ გზა არ აქვს, რატო არ არის ჩვენს იქეთ გზა? არა, არ კონსტატუცია. რაღა მანაუსში მიდიხარ, აგერ თიანეთში გადიოდა გზა და ახლა აღარ გადის. პროპაგანდისტები ვიძახიან სხვათა შორის მაგას, რა ხშირად აი ჩვენ ვერ აღწდებიან აქცდები. ეგ დაახლოებით როგორ საუბარია, იცი? 90-იანებში მახსოვს რომ ბორჯომით ვიცხოვრეთ მარტო. აი დაახლოებით ხომ რეკომენდაციასანა უცნობის მონოლოგიც ხო იგივე რაღაცას ახლა. ეგ არა სერიოზულია. აქ საუბარი იმაზე არის რომ ამ რეგიონში ახლა ჩვენ თუ რაღაცა ამბავში ვერ ჩავერთვებთ და ჩვენს გარეშე ვერ იცხოვრებენ, ამას არავინ არ ამბობს. მაგრამ გაცილებით შენ გამოგჩენია ქართული ოცნების პროპაგანდა, რასაც ამბობ დღეებში, რომ ჩვენ მაინც ვერ აგულ მაგა ბოჭორიშვილის სიტყვებია პირდაპირ ამის ეგეთი რაღაცა თქვა, რომ ჩვენ გარეშე ვერა. ზუსტად. და ტყუილია. მაგას რომ ამბობ. ნე, მაგა ბოჭორიშვილის ნათქვამი კი არა, ბიზნეს ნათქვამი. მაგას რატო ამბობენ, იცი? მართლა ჯერა იმ კაც მაგისი. მაგ ალბათ ბორჯომით როგორ ვიცხოვრობთ მაგისით ჯერა და მაგიტომაც ცდილობენ ახლა რაღაცა ანძის განათებით და ასე შემდეგ, რომ ამერიკას უთხრან რომ ჩვენს იქეთ გზა არ აქვს. ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ის რომ ამ რეგიონში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გვიკავია და ჩვენით
მათ შორის თუნდაც იგივე ინფრასტრუქტურა, მათ შორის ამ რეგიონში მშვიდობის დამყარება ჩვენთან ერთად გაცილებით მარტივი რო არის, ეს არის ფაქტი, კაცო. ეს საქართველო იყო, თითქმის ყოველთვის კავკასიის ცენტრი, პოლიტიკურიც, კულტურულიც და ასე შემდეგ იყო თითქმის სულ, ხო? და ჩვენზე გადიოდა ეს სავაჭრო გზები მათ შორის. ამიტომ ჩვენთან ერთად ეს გაცილებით მარტივია. შეუძლებელი კი არ არის ჩვენს გარეშე. გამოსვლადი არის, რა თქმა უნდა. უფრო მეტი დრო დაჭირდება, შეიძლება ცოტა უფრო რთული იყოს. ანუ ჩვენ არ ვართ ის რაღაცა ქვაკუთხედი, რომლის გარეშე არაფერი არ გამოვა. მაგრამ ჩვენთან ერთად უფრო მარტივი იქნება. კი, მაგრამ უყურე თვითონვე ზუსტადაა ჩვენთან ერთად უფრო მარტივი იქნება, მაგრამ ჩვენივე ხელით ხდება ჩვენი იზოლაციაში მოქცევა. ხო? და ყველაზე მეტად აი სავაჭრო გზები რო აიღო, ხო? ყველაზე მეტად აი პირობითად საქართველოს გამავალი სავაჭრო გზები და დაუშვათ ტრიპიც განხორციელდა, ხო? ყველაზე მეტად საქართველოს გამავალი სავაჭრო გზები რისთვის გინდა, რომ ევროპას დაუკავშირდა და დედის გინება მიდის ყოველდღე წიოკი ევროპის. ხო, მაგას რა ინტერესით თავად ვექცევით იზოლაციაში და თავად ვიჭრით ყველა გზას. ზურას ვეთანხმები იმაში, რომ ამათ რომ მოენდობებინათ ადეკვატურები რო ყოფილიყვნენ, რაღაც პირობების სანაცვლოდ ამერიკასთან დალაგება შეეძლო. დალაგება ისე კი არა რომ რაღაცა რაც გინდათ ისაკეთეთ, ესე არ ხდება. ბელარუსია, ლუკაშენკოს იქაც პატიმრები გამოაშვებინა ტრამპმა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა დალაგებული არ ეთქმის და მიიწვია კი იქ რაღაცა მშვიდობის საბჭოში და შემდეგ, მაგრამ ხა ბელარუსის და სანქციებით მოუხსნა ნაწილი მოუხსნა, მაგრამ ამის სანაცვლოდ მათ პატიმრები გამოაშვებინა, ესე არ ხდება. მაგას ვამბობ ესე არ ხდება რომ რაღაცა მოდი მე და შენ დავლაგდეთ და აი იქ ვიღაც ხალხი რო გიზის ციხეში ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეიძლება სადმე ისეთ ქვეყანაში სადაც მართლა რელიგიური ავტორიტარიზმი ახლა საოცარად შეიძლება ასე მოხდეს, მაგრამ ამ რეგიონში ესე ვერ მოხდება, მით უმეტეს როცა არსებობს სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში. ადამიანები ქუჩაში გამოდიან, აპროტესტებენ, ციხეში მიდიან ადამიანები, ტროტუარზე დგომისთვის არის ციხე. ამაზე ხალხი რო შეგნებულად მიდის, შეუძლებელია ეს რაც არ უნდა შენ business as usual ურთიერთობა გინდოდეს, უგულებელყო. არ არსებობს ესეთ რამე და ბოლო-ბოლო ხა ჩვენ წავს მეგობრები და ქართულ ხალხსაც წავს მეგობრები ამერიკაში, კაცო. ესე ხო არ ხდება რა. და პლუს ამას. ბოლო განცხადება თუ ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტს. რაზე გააკეთეს აქცენტი? პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში. ეს ჩაწერეს პირდაპირ. აქ როგორი სიტუაცია იქნება, მათთვის ეს მნიშვნელოვანია. თუ გინდათ ჩვენთან ურთიერთობა, ხო? და ჩვენთან დალაგება. ის რომ ჩვენ აბსოლუტურ იგნორში დავრჩებით სულ ეს შესაძლებელია თეორიაში, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონში ისეთ რაღაცები ხდება, ეგ რაღაცა გაურკვეველ ტერიტორიად საქართველოს მოტოვება წესით და რიგით არ უნდა აწყობდეს არც ამერიკას და მით უმეტეს არ უნდა აწყობდეს ევროპას და მათ შორის ახლა როცა ვლაპარაკობ ჩვენ ევროპის დივერსიფიცირებაზე იგივე ენერგომატარებლების მხრივ, ხო? ვისგან მიდის ახლა ევროპაში გაზი? ჩვენგან მიდის. აქ არ ჭირდება არავის ისეთი რეჟიმი, რომელსაც მართავს ერთი ადამიანი, რომელსაც საღი აზრი არ აქვს. ჭკუა არ მოეკითხება ამ ადამიანს. ასეთი ადამიანი არ არის საურთიერთობო არავისთვის, ან კარგი საურთიერთობო არ არის. ჩინეთისთვისაც არ არის. რუსეთისთვისაც კი არ არის. ჩინეთსაც ამ one belt one road-ის საერთო კონცეფციაში ჭირდება გზები, ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ საქართველოს ბაზრისკენ ჭირდება, ბაზრისკენ ჭირდება, ევროპული ბაზრისკენ ჭირდება, თორე შენ რაში ჭირდები? აქ შენ თუ ჩიხი იქენი ჩინეთს რაში აინტერესებს? არ აინტერესებს ჩინეთს. და არც მიიწვიეს ბოლოს ის რაღაცა ისო ქონდათ, ხო? გაღლუმზე, სადაც აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები იყვნენ. სადაც არიან, ყველგან არიან დღეს აზერბაიჯანი და სომხეთი, არსად არ არის საქართველო. არსად. და ამას აქვს მიზეზები. დუშანბეში იყო მარტო იქაც რაღაცა კაცი რო ქვასის საწოდა. კაცი რო ქვასის. იმას არც ეს ფრაზე არ ხო, ხო, ვინ დაუძახებს იმას? ახლა რო იცი რომ როდალებს აპათოლოგებს იმ კაცს ხო არ დაუძახებ დაბადებას რომ რა. ხო, მე მინდა კიდე ერთხელ რაღაცა ავხსნათ ლოგიკა ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის, რომელიც მართლა ფიქრობდა, რომ ივანიშვილმა აირჩია ქვეყნისთვის უსაფრთხო სტრატეგია, რომ ომი არ იქნება და ასე შემდეგ და ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს ლოგიკა, ხო, მათი შფოთვებიდან გამომდინარე, გასაგები არის აბსოლუტურად. მაგრამ აი რა ინტერესი ქონდა ივანიშვილს? ივანიშვილს უნდოდა რომ აი ომი, უკრაინის ომი გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ, ანუ განემტკიცებინა თავისი ავტორიტარიზმი და ეთქვა დასავლეთისთვის, რომელსაც ჭირდება ეს დერეფანი, ახლა რაც თქვი ნავთობის მისაღებად, ხო? მით უმეტეს გაზის მისაღებად, რომ ეთქვა, რომ აი ეხლა მე ესეთი ვარ და
თქვენ მე გჭირდებით. ამიტომ ნებისმიერი პირობა, რომელსაც წამოგიყენებთ, ნებისმიერი პირობა მიიღეთ. მაგრამ შემდეგ მარტო ეს პირობა ხო არ არის, არა? ამ პირობით შეიძლება და ის დაალაგებულიყო, თქვათ, ამ ადმინისტრაციასთან, რომელიც განსხვავებული ადმინისტრაცია არის სხვა წინა ადმინისტრაციებთან შედარებით. რომ სხვა ინტერესები აქვს, უფრო ბიზნესზე ორიენტირებულია, ბიზნეს გარიგებებზე ორიენტირებულია, ვიდრე ადამიანის უფლებებზე, მოკლედ რო ვთქვათ. მაგრამ აი ნახეთ რას ეუბნება ამერიკას. რომ მე სანამ თქვენ დაგელაპარაკებით ამ ჩემ ინტერესებზე, მანამდე უნდა დამიბრუნოთ 2 მილიარდი, რომელიც დავკარგე შვეიცარიის ბანკში. ფრანგი აფერისტის გამო, რომელიც შვეიცარიის ბანკში მუშაობდა და თავი თქვენ ხართ, აი მე მინდა რომ წარმოიდგინოს ამერიკის ადგილას, რომელიმე მომხრემ თავი და აი ეუბნება ბიძინა, რომ მე დაგელაპარაკები ჩემ ბიზნეს ინტერესზე, მაგრამ ჯერ სანამ დაგელაპარაკები და სანამ მიგიღებ მანამდე ის 2 მილიონი დაიდოს. 2 მილიარდი დაიდოს. რა 2 მილიარდი? ეკითხება ამერიკას SPS არის, გასაგებ რა 2 მილიარდი? აი ეს 2 მილიარდი სვის კაპიტალში რომ მომპარა მე ერთმა ბანკირმა, რომელიც სახე არ დამავიწყდება აქ რო იყო ჩამოსული და ტაბაკისგან შეხვედრიდა რომ გამოვიდა. ეს სახე არ დამავიწყდება. კაცო სანქციები არ ადევსო და გონია რომ სანქციები ადევს. ანუ რა ერთია და ფული მოგთხოვაო კაცო. ეუბნება რომ ეს მე რა შუაში ვარ, ანუ ამერიკა ეუბნება ჩავთვალოთ რომ ეუბნება მე რა შუაში ვარ, შენ თუ შვეიცარიის ბანკში შენმა ბანკირმა არასწორად დაგიბანდა ფული. არა, შენ იყავი ამ ოპერაციის უკან, შენ აიძულე ის ბანკირი ესკადრონი რომ ფული ჩაედო თაღლითურ სქემაში და შენ მებრძვი მე შენს გამო დავკარგე 600 მილიონი, რომელიც დღეს რო დამებანდებინა იქნებოდა 2 მილიარდი, ამიტომ ეს 2 მილიარდი დამიბრუნა და მე ვილაპარაკოთ პირობებზე. აი მართლა ეს არის, აი სიტყვით ეს არის მეტი არაფერი და შესაბამისად რაზეც შენ ამბობ რომ ადვილად შეუთანხმდებოდა ხო შენ უბრალოდ ამ შეხვედრამდე ვერ მივიდა იმიტომ რომ შეხვედრაზე სადაც საერთო ინტერესების განხილვა უნდა მომხდარიყო და შეიძლება ეპოვათ ეს საერთო ეს შეხვედრა არ შედგა იმიტომ რომ ეს აყენებს წინაპირობას ვერ წამოაყენებს აი ეს არის თელი ალია ბალია ამ ისტორიის ხო შენ კითხვას უპასო ხო თავარი რა არის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას ხო უნდა შეხედო რა შესაძლებლობები გაქვს და რა დონეზე გაქვს შენი სუვერენიტეტი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და აი მე სულ ეგრე უყურებ კავკასიის ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის მიმართ მათი სიხისტე და ნაბიჯების გადადგმის სიხისტე მათ შორის რუსეთის მიმართ ყოველთვის უკავშირდება რა შესაძლებლობები აქვს ხო მაგალითად სომხეთი ბევრად ფრთხილია რუსეთთან ურთიერთობებში იმიტომ რომ რკინიგზა ატომური ელექტროსადგური ზოგადად მისი ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა ჩამოკიდებული და განსაკუთრებით ამ უკრაინაში ომის ფონზე კიდევ უფრო სანქციების აიდების მთავარი ხვრელია ერთ-ერთი სომხეთი და ძალიან ისარგებლა სომხეთის ეკონომიკა ამით და ბუნებრივი და საზოგადოებრივი აზრიც ბევრად პროსულია ამიტომ ბევრად ზომიერია ხო მე ვნახეთ აზერბაიჯანის და რუსეთის დაპირისპირება თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ როდესაც ვერანაირ ბერკეტი ვერ გამონახა რუსეთმა აზერბაიჯანზე ზეწოლს, იმიტომ საგარეო ვაჭრობა მთლიანად ევროპაში აქვს, სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაქვს მცირე რაოდენობით, მაგრამ ეს ეხა ეკონომიკაზე გავლენას იმდენს ვერ მოახდენს, რომ ემბარგოც კი არ დაუწესა, გადმორიცხვები არა ეგეთი ეკონომიკაში, ბაზა აღარ აქვს სამხედრო, იმიტომ ის ყარაბაღიდან სამშვიდობოები გავიდნენ და ანუ ბევრად ხო ერთადერთი რაც შეძლეს იყო რომ ბაზრებში რუსეთის ქალაქების დაძლებდნენ ამ აზერბაიჯანელ გამყიდვებს და ცემდნენ და იჭერდნენ ტყუილად, ხო? ანუ რისი თქვა მინდა რომ საქართველოს დღეს არ არის სომხეთის დონეზე დამოკიდებული რუსეთზე, ბევრად მყარი სუვერენიტეტი გვაქვს. მათ შორის ჩვენი წინა ხელისუფლებიდან გამომდინარე, ხო, იმიტომ რომ გაზრთვიან აზერბაიჯანის გამყიდველობა ჩვენი ეკონომიკაც არა ეგრე რუსეთზე ჩამოკიდებული, როგორც ბევრს გონია. მაგალითად, ემიგრანტების გადმორიცხვებით რუსეთი მესამე ადგილზეა, უსწრებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, უსწრებს იტალიაც უკვე და ნუ ჯამში ევროკავშირი კიდევ უფრო ბევრია, რა თქმა უნდა, ხო? ანუ რისი თქვა მინდა სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ ეს არ არის რაციონალური სიფრთხილე. საქართველოში ქართულმა ოცნებამ ისეთი წარმოდგენა შექმნა, რომ ნებისმიერ ღირსეულ და სახელმწიფოებრივ ნაბიჯზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს საკმაოდ ზომიერ რუსეთის კრიტიკას, ავტომატურად მეორე ფრონტი იხსნება და ავტომატურად აქ ბალისტიკური რაკეტები მოფრინავს და არ არის ეგრე, ხო? თავისთავად შენ შეგიძლია გქონდეს ღირსებას
ახლა მე არ ვამბობ უკრაინისთვის იარაღი უნდა გაგვეგზავნა, რა უნდა გაგვეგზავნა ახლა რა იარაღი გვაქვს ჩვენი სადაც, მაგრამ უნდა დახმარებოდი რაღაც ჰუმანიტარული და სხვა ფორმით უკრაინისთვის დიპლომატიური მხარდაჭერის გამოცხადება და რუსეთის ზომიერი კრიტიკაც და ევროკავშირთან ურთიერთობის ზომიერ ფარგლებში დატოვება და იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რაც მას ჰქონდა, არ ნიშნავს ეს ავტომატურად მეორე ფრონტის გახსნას. ახლა არ მინდა შედარებები გავაკეთო, იმიტომ ყველაფერზე მე თქვენ, რომ იქ სხვა გეოგრაფია, იქ სხვა კონტექსტი, გავიგე, რომ სხვა კონტექსტია, მაგრამ მოლდოვა შევხედოთ, კაცო, პრეზიდენტია, იქ ამიტომ არ ვთქვი მოლდოვა, მაგრამ იარაღზე რო დავიწყოთ ლაპარაკი ბოდიში და გარძელე. იარაღი რუსეთის მაგაცი არის უჩიჩი ხო? და სერბეთი და ღამეა წარმოებული 4 წლაში მუშაობენ სერბები რომ უკრაინას იარაღი მიაწოდონ მე ხალხი მაინც და კიდე ერთი რაღაცა რა არის აი უბრალოდ შეიძლება ერთი რაღაც რომ დაამატო ბიჭო აბსოლუტურად მოყვები შენ და მესმის რომ რუსეთთან უნდა იყო ფრთხილად უნდა იყო აბა დეგენერატები არიან მაგრამ ბიჭო ამ ევროპის ამერიკის დედის გინება როგორ შეიძლება ამ სიფრთხილეში გამაგებინი ან აზერბაიჯანთან როგორ გაფუჭებული ურთიერთობა სომხეთთან თურქეთთანაც ვერ გაქვს დაალაგებული პრინციპში ჩინეთთანაც უკვე არ უნდა ხო და ბიჭო ამათი დედის გინება რომელ სიფრთხილეში ჯდება და რომელ ლოგიკაში ჩინეთზე შეგახსენებთ რომ გონიათ რომ ევროპა არაფერს არ იზამს ამათ წინააღმდეგ ილაპარაკებენ და არაფერს დღემდე არ არის გამოცხადებული ანაკრეპორტის მშენებელი კომპანიის ტენდერის შედეგი მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერში ჩინურ-სინგაპურული ეხლა დავსვათ კითხვა რაღაცაზე ერთთან ხვდებიან ხო ფაქტი ანუ იქ კონკურენცია არ არის იმ ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობს ბაზის ბანკის მიერ ლიბერტის რომელიც გაჩერდა და მაგიტომაც წავიდა ეს რა ვქვა რუხაძე რომ ვერაფერი ვერ გააკეთა ვერც ეს გაყიდა ქონდათ ეს მოლოდინი რომ ლიბერტის უკაცრავად ჟარგონი რო ვიხმაროთ ჩეტენიდან ჩინელებს იქედან ააწყობდნენ ცალკე ასე ვთქვათ ხას უფრო დაცულს ტრანზაქციებისთვის და ესეც არ გამოვიდა. ანუ ამათ სადეს რა იცი, ამათ სადეს ჩინეთის შემოტყუება, რომ ჩინეთი თუ აქ ინვესტიციას ჩადებდა, მერე დაიწყებდა ინვესტიციის დაცვას. რეალურად ჩინეთმა ეგ არ გააკეთა და უბრალოდ რასაც გაცურება უნდა და ივანიშვილს უნდა და ჩინეთის სარგებლობენ ეგ და ეგ ჩინეთის გამოყენება უნდა და თავისთვის. აი ივანიშვილს ქონდა ამ მაგის ჩიტები არიან ახლა არაბებთან ხომ მივიდა ახლა არაბებს ეხლა არაბებთან ერთადერთი ივანიშვილი არის აი ეგ კაცი იმ არაბთან როგორც იქცეოდ აი ეგ კაცი არის ივანიშვილი ეგ კაცი რო არის ამ ქვეყანაში ავტორიტარი ეგ არის ჩვენი სირცხვილი აი ეგ კაცი რომელიც ლამის მუხლებს ჩაუვარდა იმიტომ ადამიანს რომ მაგაზე მეტი ფული ქონდა ივანიშვილს გონია რომ ყველაფერი იცის სამყაროში და განსაკუთრებით ერკვევა საგარეო პოლიტიკაში ერკვევა გადასარევად. ახსოვთ ერთი წლის წინ იყო წელიწადნახევრის წინ ლაპარაკობდა აი ახლა ტრამპი მოვა ომიო ნახევარ წელიწადში დამთავრდება მაქსიმუმ ერთ წელშიო ყველაფერი დამთავრდება. აი ეგრე უყურებს ის სამყაროს და ეგრე გონია რომ სამყარო მუშაობს. ჯერ მან პირველი არასწორი აი სტრატეგიულად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როცა დაიჯერა პუტინის რომ 3 დღეში უკრაინას მოაყომარებდნენ, ასე ვთქვათ, ანუ 3 დღეში თუ არა, ნუ ერთ კვირაში მაქსიმუმ ერთ თვეში უკრაინაში ყველაფერი დამთავრდებოდა. მაშინ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება სტრატეგიულად და მერე უკვე ამ გადაწყვეტილების შედეგია დაანჩენი ყველაფერი და პლუს ამას ახლა უფრო ჭკვიანი კი არ ხდება ეს ადამიანი ახლა ასაკში შედის, ასაკზეც კი არა, ხელისუფლებაში არის 14 წელია. 14 წელი ჩვენ რო ვიყოთ, რავი, ნებისმიერ ჩვენგან ანგელოზები რო იყვნენ ხელისუფლებაში, ისიც კი აღარ იქნებოდა უკვე მთლად რეალობასთან ახლოს. და მithumet ეს კაცი, რომელიც აპირებდა რომ მთელი მსოფლიო დაერწმუნებინა, გაეხორციელებინა საერთო გეგმა ძუძუს იკვებასთან დაკავშირებით. ხო, აი ეგეთ კაცებს ლაპარაკობ და პლუს გარდა ამისა, ამ ადამიანს ხო რეალობასთან კავშირი არ აქვს საერთოდ და არც ვინმე ყავს, ვინც ეტყვის რომ იცი რა ბატონო ბიძინა მთლადმასე არ არის და მოდი აქედან ხო არ შევხედოთ. ეგეთი ადამიანი ქართულ ოცნებაში არ არის. ბიძინა ივანიშვილი ვის უსმენს? ზაზა შათირიშვილს და არ ვიცი იმ კაცს სახელი არ მახსოვს კაცს. ალეკო ცინცაძეს ამბობ. ალეკო ცინცაძე. ასტროლინგვისტ, ასტროარქეოლოგი. კაბალახი რომ მოდის კაბალახი. აი ახალი მენცარია ეს კაცი. ადრე ძველი მენცარი ყავდა, იმის გამო დაიცინა და ეხლა ახალი მენცარი ყავს. ამ ხალხს უსმენს. და ამ ხალხი და ზაზა შათირიშვილის ნააზრევით დგება ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. და როცა ასე დგება საგარეო პოლიტიკა, აი მაგაში არ დაგეთახმები. მე მგონია რომ ზაზა შათირიშვილი მაგას არაფერს არ ეუბნება. ეს წერილებს და ზაზა შათირიშვილი ეთახმება ყველაფერს და ხელს უწყობს. არა, რაღაცებზე ხო ილაპარაკებენ ახლა ალბათ არა, რასაც ის იტყვის, ეს დაუდასტურებს და რაღაცა ციტატას მოუყვანს ისტორიიდან ამ ფილოსოფიიდან, რომელიც იმას განაპირობებს. მაგას ვამბობ ახლა ზაზა შათირიშვილი სულელი კაცი არ არის.
და შესაბამისად რაღაცებიც იცის რა და შეუძლია ეს რაღაცა ბიზნეს აკვიატებულ იდეები უფრო განავრცოს, მაგას გულისხმობს ზუსტად. და აი ესე იგეგმება მე საგარეო პოლიტიკა, ხო და პლუს ვიღაცები უსმენენ რაღაც ამერიკაში ტაკერ კარლსონს შეიძლება უსმენდნენ, ან ვიღაც ჯო როგანს უსმენდნენ და იქიდან რაღაცებს კრიბა დიპ სტეიტიც ხო ეგრე გაჩნდა. დიპ სტეიტი საერთოდ არ იყო თუ გახსოვთ გლობალური ომის პარტია იყო. დიპ სტეიტი გახდა მას შემდეგ, რაც თუ არ ვცდები ჯეფრი საქსს მოусმინეს. და არა, იმიტომ რომ ტრამპისთვის ეს სიამოვნებინა. არა, ხო, მაგრამ ეგ სიტყვა არ იცოდნენ. ქართულ ოცნებაში ეგ სიტყვა არ იცოდნენ. ეგ სიტყვა გაიგეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, მანამდე არ იცოდნენ ეგ სიტყვა გლობალური ომის პარტიასთან მომდე. უბრალოდ ვიღაცები არიან, ვინც ამას უსმენენ, იქ რა პოდკასტერებს და მე რაღაც ციტატები გადმოგ გახსოვთ შალვა პაპუაშვილმა რო დაიწყო ტერორისტებზე ლაპარაკი? ტერორისტებზე ლაპარაკი როდის დაიწყეს, იცით? მას შემდეგ რაც იქ ტრამპმა დომესტიკ ტერორისტს უწოდა ერთ-ერთ მომიტინგეს. მას შემდეგ იწყებენ ესენი იგივე ლაპარაკს. ხებით? და პლუს ამას ემატება იქ ბიზნეს რაღაც თავისი გაფრენები. ასე იგეგმება ეს პოლიტიკა და ეს საბოლოო ჯამში სადამდე მიგვიყვანს, იცით? ყველაზე კარგი ვარიანტი ბიზნეს მიიყვანს უბსკრულამდე და ცუდ ვარიანტი ჩვენ ძედ დავეყოლებით ბიზნეს ამ პარანოიულ შეხედულებებს სამყაროს. ამიტომ აქედან თუ გინდა რომ გამოვიდეთ, ამ კაცს არ ვიცი მე რა უნდა რაღაცა უნდა პირველ რიგში თუ იმე რამე უნდა მოუხერხოს იმ ხალხმა ვინც მის გვერდით არის. მე ამის არ მჯერა, მაგრამ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა თუ ეს ხალხი ეთყოდა რომ ბატონო ბიზნესა ცოტა ზედმეტი მოგდის უკვე და ცოტა ხანი არა, მაგას ვამბობ რომ არ მჯერა. ყველაზე აღარ დარჩა. მაგას ვამბობ, ყველაზე მარტივი გამოსავალი ეგ იქნებოდა ჩვენთვის. ამის შემდეგ მოდის რომ ვიღაცებმა მიახვედრონ მათ შორის ვიღაცებმა ამ მის ირგვლივ მყოფ ხალხს უთხრას რომ იცით რა თქვენ ყველა უსაფრთხოების გარანტიები გექნებათ თქვენ გექნებათ მათ შორის თქვენი ქონების შენარჩუნების შანსი და ამ კაცს ახლა ჩვენ წავიყვანთ რა აი ეგ მეორე ვარიანტია და მესამე ვარიანტია ქართულმა საზოგადოებამ ეს კაც უნდა მოვიშოროთ სხვა ყველა სცენარი მიდის უბსკრულისკენ ყველასთვის პირველ რიგში ბიზნესთვის და მერე დანარჩენი ქვეყნისთვის რაც მინდა თქვა პირველი რაც რამდენადაც ვიცი ხო აი რაც შეეხება შინაგან განწყობას ამ ადამიანის სერიოზული კონფლიქტი მოგეთ გახარიასა და ბიზნესს შორის მე რამდენადაც ვიცი დაიწყო მას შემდეგ რაც თუ გახსოვთ თქვენ ბიზნეს ივანიშვილმა წერილი მიწერა სახელმწიფო დივანს თუ სახელმწიფო დეპარტამენტს ამერიკას მიწერა წერილი გახარია მაშინ პრემიერ-მინისტრი და ნუ უბრალოდ გახარიამ უთხრა რომ ბატონო ბიზნეს ამ წერილს არავინ წაიკითხავს თუ რაღაცა ეგეთი ესე იგი ადამიანს ვერ გააგებინებს ამ გახარიას დაუჯდა პრემიერ-მინისტრობა საბოლოო ჯამში და ამ შემდეგ ამ ადამიანს ვერ გააგებინეს რომ ამერიკელებთან ეს წერილი მაქსიმუმ მესამე მდივანი წაიკითხავს და ჩააგდებს რომელიღაც ფოლდერში всё მორჩა გათავდა ხო ნუ სადაც უნდა ჩააგდოს ეხლა უყურე სხვანაირად შევხედოთ კიდე ლევონმა თქვა რომ საგარეო პოლიტიკაში არ ესმით თუ რას აკეთებენ ყველაზე საშიში არის არა უცოდინარი ადამიანი ჩემი აზრით რა ყველაზე საშიში არის ადამიანი რომელიც რაღაცა იცის და გონია რომ ყველაფერი იცის ეხლა პირობითად ჩემ თავზე ავიღებ რა ანუ ან ბროლის ბუსმფლობელი ვარ და ის ბროლის ბუტყურ უბრალოდ არ მიმიღია კიც ქვეყანა ანუ გონი გიორგი ბაქრაძის მე დღემდე შეიძლება მეორე ვიყო რომელიც სატელევიზიო კითხვაში აღებული კითხვების აუდიტორიით, მაგრამ მე ზუსტად ვიცი სადგარის ჩემი კომპეტენციის ზღვარი. ზუსტად ვიცი რა არ ვიცი, არასოდეს არ მივცემ თავს უფლებას, რაღაც დავიბრალო. ახლა თქვენ გაიხსენეთ დებატები იმედზე. ლიკა ღლონტი და ირაკლი კობახიძე. ბიოლოგს, დოქტორს, რა მე სიკოჯანაშია ჩაწერა ძალიან კარგად ლიკა ღლონტი, რა რომ ჩამოათვლევი და რაზე დაიცავი და რა უმტკიცებდა რომ მეო შენზე დიუსელდორფის უნივერსიტეტის დოქტორანტი იურისპრუდენციაში ვერაფერი ვერ გეწოდინება ბიჭო ბიოლოგიაში მეცნიერების იმას დოქტორზე მეტი შენ ამ სფეროში ვერ რა რაც ამ ლეონარდო დავინჩი ხო და ეუბნებოდა ანუ პრობლემა რა შეიცი რომ აი ეს წარმოუდგენია რომ ყველაფერი ვიცი არა მარტო საგარეო პოლიტიკაზე ვცელდება სამწუხაროდ ხო შიდაზე ვცელდება და ეგ არის ნონსენსი ხო არ არსებობს ადამიანი ტყუილი ეგ ლეონარდო დავინჩი მარიცოდა ყველაფერი ტიპი იყო პოლიმათი ყველაფერი იცოდა ან პოლიმათი ნიშნავს რომ ინჟინერიც იყო მხატვარიც იყო ყველაფერი იყო ხო პირველი ვერტფრენის მონახაზი ქონდა და ტანკის მაგრამ იმანაც კი არ იცოდა ყველაფერი შეუძლებელი ადამიანმა ყველაფერი იცოდე და ტიპები გვიმტკიცებენ რომ ყველაფერი იციან აქ ვაზის მოშენება იციან ბიოლოგია იციან ქიცი იციან ქიცმაცული იციან და საერთოდ ესე ამაზე უკეთესი ვინ უნდა იყოს და თან იგივე ხალხი გვიმტკიცებს რომ კორუფციის შესახებ არაფერი არ იცოდა და მაღალი ფასების შესახებ და აი რა შეჯდება ეგ ძალიან კარგია მოკა დიდი მადლობა მე მგონი საინტერესო საუბარი გამოგვივიდა გიორგი ლოლაძე იყო ჩვენთან ერთად ლევან ყურაშვილი და ზურაბ ფარჯიანი